მოგესალმებით ორივე თანაწამყვანი დავკარგე მეგობრებო არიან ნებაში, სიყვარულში, მოფერებაში, ჩახუტებაში და როდის დაგვიბრუნდებიან არ ვიცი. როგორ რა? დილამშვიდობის ყველას, ნანუკა შენს. მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როცა ყველას აქვს უფლება რომ ამ არაჩვეულებრივ არსებებთან ერთად მოდუნდეს და თერაპია ჩაიტაროს. სხვათა შორის ეს არის რეტრივერი, რომლის თერაპიაც უკვე არსებობს პრაქტიკაში, შენ წვევი იატაკზე და შენს თავზე დადიან რეტრივერის ლეკვები და ამ დროს ხდება ტანზეც. და თვეებში გავლებენ და გათრევენ და ხო, და ეს ითვლება თერაპია. ყველა არ ყავს ეს ზაღლები აქ. სწორედ თემაც დღევანდელი ეს არის, მე მინდა დავპატიჟო. ნანუკა, რატო არაფერები? მოიცა, ჯერ ვთქვათ ისა. 140-ით 0 რატომ მოვიგეთ? 140 ადამიანი. ჩემთვის 140-ი. 110-ით 0 სარეკორდო სხეულობით მოვიგეთ. ბოლო 2 ლელო გულუამ და ხაზარაძემ დადეს. ვინდარი? გულუამ და ხაზარაძემ. ვინდო. ყველა. ძალიან მაგრად ვითამაშეთ, შეიცვალეთ ცოტა ადამიანურად სპორტულად შემეცოდა მართლა. კარგად იგეთ. მე მგონი ყველამ დადო, ხოლო არა, ნუ ძალიან ახლა ჩვენ ნაკრებია მაგ ტურნირიდან გადაზდილია უკვე. და უბრალოდ თვითონ ფაქტია ძალიან მაგარი რომ სარეკორდო სხეულობით გავიმარჯვეთ, მაგრამ ამ გუნდსაც მაგ სხეულობით არასოდეს არ წაუგია, ეგრეც არ არის ახლა. ძალიან ჩვენთან შედარებით ძალიან უკან არიან და ანუ დამსახურებულად მოვიგეთ თუ არა, შემთხვევით მოვიგეთ 110-ით 0. კარგი ჯერ 110-ით 0 ხალხზე დაავს ამბობდნენ ჩვენები და ისინი მოყვებოდნენ და მე გასამდა გაოთხა და შემთხვევით გავამარცხეთ შვეიცარია 110-ით. მაგრამ ხალხო მე ახლა სპორტი დიდად კარგად არ ვიცი, მაგრამ გუშინ გამეებს აცენები UFC-ზე და UFC შემიყვარდა, ფეხბურთსაც უყურებ, გუშინ სხვა შორის კვარცხელიას თამაშს უყურე 8 საათზე, მაგრამ მაგიტომ არ ვამბობ. რაგბი ვიცი რომ ძლიერები ვართ მართლა საქართველოს. და გუშინ ამდენად ძლიერები. 5-ის ნახევარზე ვერ მოვახერხე ყურება და მეგობარს ვკითხე რომ დაახლოებით ხო არ იცი რა ანგარიშია და ვიცი 5-ის ნახევარზე ვკითხე თუ 5 საკლად 15 მილიონით 0-იო გითხრა 121-ით 0-იაო ეგეთი რა ყველაზე სამბეშტავი კადრი იყო გია დროშები და იმით რომ იქნებდა დროშებს სტადიონზე საოცარი ყველაზე ხმამაღლა ვინც ყვიროდა იყო გია დაჯანიძე დიახ როგორც ყოველთვის და გულუას ელოზე საერთოდ გადაირია ბოლოს ფოტოშორი შენ არ ამბობ არასწორად იმიტომ რომ გუშინ ყველანი ისინი იყვნენ გულუები ჩემთვის და ყველა გვარის ადამიანები ბიჭებს ულოცავ ამ გამარჯვებას ამ სიტუაციაში არც არის ხა ეს მოგება ძალიან სასიამოვნო ყველას გაუხარდა აბსოლუტურად და დღეს უფრო ფართოდ გავშვით მაგ თემას რა თქმა უნდა სპორტში ხო სპორტის გადაცემაში დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ ბაბუაძარებს და უნდა მოემზადოთ იმ ამანამდე. შორის გუშინ ბევრი რაღაცები თორნიკა შენგელიამ იფრინა. სხვათა შორის მეცაც გეტყვი. იფრინა ისეთი თამაში დადო რომ რავი 35 ქულა და ამბავი და ეხლა კალათბურთელებს გვაქვს თებერვალში თამაში დანიასთან თუ მოვიგეთ გავდივართ ფინალურ ეტაპზე და შუაშია დიმა მოვიგეთ სეზონის ბოლოს აი დაუბრუნდეთ ჩვენ საყვარელ ბაბუაწვერებს ესენი მარტო არ არიან მოსულები მამებს დაუძახოთ რა თქმა უნდა ზუია ჩიხლაძე ჩვენი თანაწამყვანი რომელიც ამ არაჩვეულებრივი თემით წარსდგება დღეს ჩვენს წინაშე რომელსაც ყავს ასევე თავის სტუმარი მე მინდა წარმატინო ლონგი ლასურაშვილი ის გახლავთ მომშენებელი ხო? დიახ. სალამი. როგორი ბავშვები მოვიყვანეთ? მომშენებელი კი არა, მამა. მამაცი. ამ არსებობის შემხედვარე მართლა შეიძლება დაივიწყო ნებისმიერი პრობლემა. და ნებისმიერი უნდა მოგეყვანათ მესამე რო აქ ერბინა. არა ეს იცი არო შენ გეშინია. ხო გითხარი მე. მოვიდა. ეს იზაღლები არიან ხო ჩვენ ხშირად რომ წუწუნებდით ჩვენს გვინდა თერაპია რეტრივერების ჩვენს ესენი არიან ხო? კი ხო მარტო ესენი არა სხვადასხვა ბევრი რა თქმა უნდა მაგრამ ესენი განსაკუთრებით ხო თორ ძალიან ჭკვიანები არიან ძალიან ერთგულები კარგი ხასიათის ზაღლები არიან აგრესია ძალიან იშვიათ შემთხვევაში აქვს ძირითადად გოლდენის აგრესია არ უნდა ქონდეს აგრესია და იდეალური ტიპები არიან ოჯახში ბავშვებისთვის არა მარტო ბავშვებისთვის ვთქვათ კომპანიონ ოპა თავიდო არა ძიმები არიან კი ბუთქუნები არიან არა მართლა ძალიან საყვარლები არიან ხოლმე ორიენტირებული არიან რომ მოგეფერონ და მოეფერონ ხო რომ ასეთი ხარისხის ლეკვები ალბათ ჯერ საქართველოში არ ყოლე ახლა ლონგი უფრო მომშენებელია და უფრო იცის მაგრამ საკმაოდ დიდი შრომა ჩაიდო
რომ დღეს ეს ლეკვები საქართველოში დაბადებულიყვნენ და ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ ლონგისაც უცხოეთიდან იმპორტირებული ზუყავს, მე ეს წაიყვანა იტალიაში, დაართო იქა ურხვათან და მოკლედ მთელი ცერემონიები და მთელი ამბებია. დიდი რომანის შედეგი. ანუ ბრილიანტი ზაღლები ყავს ახლა ეთერში, ხო? მამა ყავს სოფლიო ჩემპიონი. ოჰო. დედაც არანაკლები პრიზიორია, თუნდაც სოფლიოზე, ევროპაზე, მონოგამოფენის კლასის გამარჯვებულია. აკადემიური ტიტული აქვს და იმედია ესენიც ესე გააგრძელებენ. აი ეხლა ყველაზე კარგად აღვიქო აი ამ განათებაში და გოლდენი რატო ქვია ეს წარწყულები რა აქვს, ოქროსფერი ზოლები რო გაზდის. მაგრამ პირველი კითხვა რაც მქონდა რომ დავინახე ეს არაჩვეულებრივი ლეკვები, ბაბუა წვერას რატო გვანან? თუ მე რომ იზრდებიან ნელ-ნელა ლაგდება ეს არის ამჟამად აქვთ ლეკვების ბეწვი. ხო. და ამას გამოიცვლიან და შემდეგ უკვე ტიპიური ჯიშისთვის დამახასიათებელი ბეწვი ამოუვათ, რომელიც შემდეგ იქნება უფრო დიდი და ჩამოშვებული, ხო. კუდზე ეზრდება. მაგრამ მე ესეთი უფრო წოს. მეც გავგიჟდი ესეზე. მოდი. დარეკინე, დარეკვა უნდა ამერიკაში. ეხლა არიან 2.5 თვის. ჯაჯოსთან უნდა დარეკვა. წონა რამდენი აქვს ეხლა მათ? ეხლა არიან უკვე 15 კილო. 15, იმიტომ წეგან მეამს რო უთხარი მეთქი ეს რატო ზიმეაო და მე თვითონ ვაწიე, მივხვდი რომ კაი. კი, ზიმეები ზიმეა. ამათ ბეწვზე ვისაუბროთ, ბავშვებთან ვახსენე და აი ბეწვი მაინტერესებს. რაღაც თითქოს ისეთი ბეწვი აქვს, რომ სულაც ადვილად. სჭირდება სპეციფიური მოვლა. ამათი ბეწვის მოვლა იწყება პატარაობიდანვე, სწორი გრუმინგი ჭირდებათ, რაც მოიცავს იმას, რომ უნდა შევურჩიოთ სწორი კოსმეტიკა. სწორ კოსმეტიკას რო შევურჩევთ, უნდა შევურჩიოთ სწორი დროები, როდის დავბანოთ, როდის გავაშოთ, როდის დავარცხნოთ, როდის მივცეთ სწორად ვიტამინები, შევურჩიოთ სწორი საკვები და შემდეგ უკვე ცვივათ წელიწადში ორჯერ ბეწვი ინტენსიურად, რასაც გამოცვლის პერიოდი ქვია ბეწვის. მოგი ბედაში მთელი ცხოვრება ისე ნუ ცოტა ისე დაეძაღლებსაც ცვიოდეს. და მაგრამ ისე არა რომ შემაწუხებელი იყოს რა. მაგრამ ეს მოიხოს ძალიან რუტინულ დიდ შრომას, რომ ძაღლმა ბეწვი არ დაყაროს სახლში, ხო? კვირაში ერთხელ მაინც ჭირდებათ სწორი გრუმინგი, რომ ბეწვი კონდეთ მუდმივად კარგად. კი. კი. ხო, ამათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი და მჩატე ბეწვი აქვს და როგორც ხედავ, უფრო მართლაც შესაძლებელია მოსწავლე. კი, ამათ მე ვთქვამობ. და როცა ძაღლი ჯამთელი არის, ხო, ეხლა თუნდაც ბავშვებთან ურთიერთობაში, ხო, ალბათ ხშირად გაგვიგია, რომ ძაღლის ბეწვი არ გადაგეყლაპოს, რაღაც დაგემართება. როცა ძაღლი არის ჯამთელი, ბეწვი არის ჯამთელი, რაც მე ბეწვი მაქვს ნაკლაპიდან აჭარი, ბავშვობიდან მოყოლებული. ის უნდა დაიწყოს, პასტა უნდა მოხდე. როშლის. ამ ხოთლები უნდა ჭამოგზაზე. თუ ამოვაგდე კაკას გონძალი მერე ხო, ფიქრა. და ბუშკები. მაგაზე გემო აქვს ისეთი. კი. პასტა რო არის. სპეციალურად აქვს ეგეთი გემო, რომ არა, კატა ზოგადად რა. ბეწვი რო იმას. აი შეიძლება არაფერი არ წამოს არ მოწო. ამას რომ იცე გიჟივით არის აზე. მე მოწოს და. ჩემი კატა იცი რაზე გიждდება? აი დანამატები რაც ნატურალურია და ქიმია არ არის, ყველაფერზე აფრენს. ესე ბროკოლის რაღაცებს ჭამენ? კი, ბოსტნეული ძალიან უყვართ, ხილის ძალიან ბროკოლი. კი, ხანდახან შეიძლება. ეხა ვიდეოები იდება ხოლმე თებში როდეს და ბევრი საწველი აწვია და პატრონი არ ჩანს და ეს ზაღლი ესე რომ სალცალკე რო აძლევს ყველაფერს და ხრობ და ესე თებში და ყუიანები არიან, არა გონიერები. ეს სასწაული ზაღლებია მართლა მე ვიცი ამაზე ბევრი რაღაცები და გონიერები და აი რას ნიშნავს სწორად მოშენებული ლეკვი და მოკლედ სწორად როცა არის წესები დაცული ხა პირველად იმგზავრეს დღეს დილით იბანავეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის სტრესი, ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ხდება და რასაც მიჩვეულები არ არიან და თუნდაც მიჩვეულები, მაინც სტრესია მათთვის. და უცებ მოვიდნენ, გაიხსნენ, დადიან, თამაშობენ, ყველასთან მიდიან და ეს რამდენად კარგი ფსიქიკის ლეკვები არიან და რამდენად კარგები დადგებიან და ლონგი უფრო კარგად მოგვიყვება მოკლედ. რატო უნდა ვიყიდოთ ხო, რა ფუნქცია აქვს ამ ვიყიდოთ საშენში ძაღლი? კონკრეტულად თქვათ AG-ში და რა განსხვავება ეგრეთ წოდებულ გამრავლებას შორის და თქვათ საშენში მოშენებულ ძაღლებს შორის ან კი ბატონო, სწორად გამრავლებას და მოშენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, ამათი ფსიქიკა, მშობლების ექსტერიერი, მშობლების ფსიქიკა ანუ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს მომშენებელმა წინასწარ, რომ შემდეგ ის დასახული მიზანი მიიღოს, რასაც ჩაიფიქრებს. ფსიქიკა როგორ უნდა შეუმოწმო ძაღლს? ქცევის მიხედვით ალბათ თუ რამე სხვა არსებობს. პირველ რიგში უნდა იცოდე ამ ჯიშს როგორი ფსიქიკა უნდა კონდეს. ხო.
თუ ეს იცი და თუ ერკვევი ამა თუ იმ ძაღლების ასე ვთქვათ წინაპრებში და ეხლა მე მაგალითად როდესაც დავაპირებ რაღაცა შეჯვარების გაკეთებას ყოველთვის წინასწარ იმათ წინაპრებს მთლიან საგვარეულოს სწავლობ რომელი ძაღლი როგორი იყო რომელი ძაღლს რა ნაკლი ჰქონდა და იმის და მიხედვით მე ირჩევა წყვილები რომ რაღაცა შეუსაბამობა არ მოხდეს რა ეხლა ესენი მაგალითად ადამიანები ნაკლებს ფიქრობთ შეჯვარების ვიდრე გამოწნელების პატრონები პირველად არიან ამდენ ხალხში და ესე თავისუფლად რომ მოიქცნენ ეს იმის ნიშანია პირველ რიგში რომ აქვთ კარგი და ჯანსაღი ფსიქიკა რა და რაც შეეხება რეტრივერს ზოგადად ძალიან ბევრი ჯიშის ძაღლი არსებობს რომელიც შინაურია სახლში ყავს ყველას მაგრამ რატომ ადამიანს თერაპია ამ ძაღლებით და არა სხვა ჯიშის ძაღლებით სულ რეტრივერები არიან შეიძლება სხვა ფერის მაგრამ აქტუალურები არიან ესენი თერაპიისთვის რატომ იჭამ იმიტომ რომ ძალიან კარგი ხასიათი აქვს ძალიან თბილები არიან ძალიან კეთილები არიან და პირველ რიგში ადამიანები უყვართ უზომოდ ეს ჯიში მაგალითად როგორც ახლა გერმანული ნაგაზი ეზოში ვერ იცხოვრებს, იმიტომ რომ ამათ უნდა კონდეს ადამიანთან კონტაქტი. ამას პატრონი იმ დონეზე უყვარს, რომ ეს პატრონთან ერთად თუ არ იქნება ამისთვის უდიდესი სტრესი და ამიტომაც ალბათ თერაპიისთვის კარგები არიან, რომ ესე სითბო შეუძლიათ რომ გამოყონ ადამიანების მიმართ. ამასთან ისიც წაუძინებდი, ეხა ეგ რჩავი. აი ზუსტად მაგას დიდი თერაპია არაფერი არსებობს და თუნდაც ის რომ თქვა გადაცემას ვიწყებთ, მე დარწმუნებული ვარ ეს ემოცია მიყვებათ. ცხადია, მთელი დღე ხა ამაზე ვიფიქრებ, აქედან რო წავა. აი როგორ შეიძლება ეს არ გამახსენდეს დღეს მთელი დღის განმავლობაში. მოდი აქ ჩემთან. და ერთ რამეს ხვდები რაც რო გადის, რომ ძაღლები გაჩენილები არიან ჩვენი ბედნიერებისთვის. იმიტომ რომ ასეთ დიდ ბედნიერებას როგორც ეს ანიჭებს ადამიანს, თან უპირობოს. როგორ უნდა მოუაროთ ამას? სჭირდება რაღაცა განსაკუთრებული. წეღანას ვახსენე და კიდევ ვიტყვი, პირველ რიგში უნდა აღზრდაზე მაქვს ახლა. აღზრდაზე, რაც შეეხება აღზრდას, ძალიან დიდი როლი უკავია სწორ აღზრდას. თუ ძაღლს სწორად გავზრდით, მას არ ექნება ცუდი ჩვევები, არ ექნება პატრონს დისკომფორტი და თვითონაც ამ დროს ძაღლი უფრო ბედნიერი იქნება, რომ ეცოდინება სად როგორ მოიქცეს. ამისთვის საჭიროა სწორი სოციალიზაცია, სწორი ფიზიკური აქტივობა და რა თქმა უნდა საკვები და ყველაფერი ამ ყველაფერთან ერთად ჯაჭვურად არის გადაბმული, რომ ძაღლი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. რამდენი დღეში? ეხლა ესენი 4 ჯერ ჭამენ. 4 დღეში 300. პატარები არიან, კი. მე იზრდება დასრულები 2 ჯერ ჭამენ დღეში. ანუ რაც დრო გადის ერთ რამეს ხვდები რომ ზუსტად ისევე უნდა ამას ყურადღება აღზრდა გაზრდა როგორც პატარა ბავშვს. თავისი ალერგიული ფოლის გათვალისწინებით, თავისი კანის სიმშრალით, კვების რაციონით, ოდენობით და ასე შემდეგ, ხო? მოთხოვნა რამდენად არის? ხო. ამათზე. საკმაოდ არის მოთხოვნა. ბევრი და კუჩებში ყველა უყვარს რომ ხედავენ, ყველა გიждდება, იმიტომ რომ იციან. რა ვინც იცის განსაკუთრებით. ეს ჯიში ვინც იცის და ეხლა დაესია მთელი 200 კაცი ბავშვი უთხარი ბოლოს გერეკავენ აიყვნენ გაგიჟდნენ ძაღლები. კი, და ეხლა ერთ-ერთი მიზეზი გაჩნდა არა მარტო იმიტომ რომ თქვა მე და ლონგი მეგობრობთ და მთელი ამბები ხო კარგად გვინდა აუხსნათ რა შემთხვევა ანუ რა განსხვავება საშენში და ნაყი დააყვანილებს შორის და თქვა ვისაც ისე თავისთვის ამრავლებს. მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. აი ისინი არასდროს არ ითვალისწინებენ თქვა იმ ყველაფერს იმ ხასიათებს, გენეტიკურ რაღაცებს, თელამბებს და უბრალოდ ვიღაცა სხვა იყავს, ვიღაცა ზუ ყავს, რაღაც მეგობრები არიან და ამიტომ ანუ უცებ პერიოდი აქვს ზუს და ანუ უნდა რომ დართოს თავის ზაღლი და გაუაზრებლად იწყებს ზებნას და რომელიც შეხვდება მასთან თავს და ანუ ძალიან აუცილებელია რომ თქვა გავიაროთ კონსულტაცია პროფესიონალ ადამიანთან, გავარკვიოთ ამ ჯიშის შესახებ ყველაფერი, ნუ ქართული წყაროები, უცხოური წყაროები, სადაც ტოფსაშენებია მოვიძიოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორ უნდა გავითვალისწინოთ და მე უკვე მივაგნებთ ესეთი კარგი ხარისხის ლეკვებს, რომელსაც როცა ავიყვანთ, ვიქნებით ბედნიერები და რაღაცა გარანტიები ეხლა ისიც ყველაზე მეტად გეშინია ჩვენ ვისაც ყავს მე ვაგალ შეკეთდება იცის ზიად მაგრამ ყველაზე მეტად გეშინია რომ ამერ დაავადოთ არ გახდე იმიტომ რომ ძალიან განიცი და ამაზე უფრო მეტი გარანტია ეხლა დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის მაგრამ უფრო მეტი გარანტია გაქვს რომ ჯანმრთელი გაიზრდება შენ თუ სწორად მოიქცე მომშენებელი გიდგას ყოველთვის გვერდით იმიტომ რომ თქვა მომშენებლის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაც არის რომ სწორ ადამიანს გაატანოს კარგი ლეკვი ვის საჭირდება გამოფენისთვის ისე კომპანიონად მთელი ამბავი და იმ წლების მანძილზე მომშენებელს დაინტერესებულია რომ ეს ზაღლები სწორად განვითარდნენ გამოფენებზე იარონ
თქვა ნებისმიერი კითხვაც ყოველთვის ალბათ მზად არიან მომშენებლები. სწორ ადამიანს გაატანო რო თქვი, კარგად თქვი რა, იმიტომ რომ ზოგი მაგას ხო ვერ მიხვდები. წინასწარ ვერ ყიდულობს, მიხვდები. ბავშვი გავართო, რაღაც და მიაგდებს იმ ძახს და შევახდება. ზოგი არაერთია შეხა მაგას მოგატყუებს ნებისმიერი გასა. ნუ მიხვდები თუ გამოცდილი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ სურველი როცა შემთხვევა არ მიგიცია ვინმესთვის. კი, მართლა? რა თქმა უნდა, კი. ეხლა ბევრი რეკავს და ბევრს უარს ვეუბნები, ზოგს პატარა ბავშვისთვის უნდა და არავის არ ვატან, იმიტომ რომ ეს გასართობი ნივთი არ არის, ეს არის ცოცხალი არსება, რომელიც იმსახურებს სრულფასოვან მოვლას. ამიტომ ეს ბავშვმა რო აწვალოს ფსიქიკაზე ცუდად აისახება ძაღლისთვის და ასე შემდეგ. იცი რა, მე არ დაგეთანხმები, მე ძალიან კარგად ვიცი, ცხოველი მიყვარს და ვიცი როგორი ყურადღება სჭირდება. ჩემი ამ სიყვარულის გამო მე არაერთხელ ძაღლი მივიყვანე სახლში, იმიტომ რომ მიყვარს ამათთან ურთიერთობა და მომწონს, მაგრამ მივხვდი რომ დრო არ მეყო ამისთვის, საწყალი ძაღლი მთელი დღე სახლში თან ჩემ ფეხსაცმელს არჩევდა, იცი როგორ? მარჯვენა მარცხენას მოქონდა და საწოლში ეძინა. მე გავასხვისე მივეცი დეიდა ჩემს. არ შეიძლება ძაღლის მარტო იმიტომ აყვანო რომ კარგად იცი და გრძნობ რომ მას მოვაჭრდება. ხო, მაგრამ დროც უნდა განსაზღვრო, ძალიან დიდ დროს არაერთხელ მივიყვანია, ერთხელ რომ მივიყვანე და არ გაგიგო. ორჯერ მივიყვანე, ორჯერ არა უშავ. ორჯერ მეორე ტაქსა იყო, აი რომ დავინახე მივხვდი რომ ძალიან მინდა. ძაღლებს დრო ჭირდებათ ძალიან დიდი და ამისთვის შესაბამისად მე გავაკეთე ძაღლების ბაღი. მაგალითად, ვისაც დრო არ აქვს, შეუძლია მანქანა მიაკითხავს დილით წამოიყვანს, კი, ამათ მე მაინც სტრესი გონია მაინც რა. არა, ძალიან ერთობიან, გადიან სოციალიზაციას. ჩემი მეგობრის ძაღლები ვინც ძალიან ერთობიან. მიდიან გასეირნებული, დაღლილი, ესაც ბედნიერია, პატრონიც ბედნიერია. საგამოს პატრონი მოვიდეს და მიდი, მე აქვს ჩემი. მაყურებლისგან კითხვა გაქვთ ორივეს. მაყურებელს ხავს ორი ძაღლი, მამა, შვილი. ორივე არიან ერთი სქესის და სულ აქვთ კონფლიქტი. არის თუ არა რაიმე საშუალება ისე აქედან რომ მივაწოდოთ, თქვათ, ქცევის რაღაც წესები, რომელიც დაარეგულირებს. მამამ უნდა დაუწესო. ძმათა, მამა-შვილის შორის სამუედი. რა ბუთქუნა და საკმაოდ ისეთი ტიპები ძალიან ჩხუბობენ ასისხლიანები. ამ შემთხვევაში მაშინ ჯობს რომ ამ ადამიანს ვესტუმროთ და იქვე ადგილზე შევხედოთ თვითონ ძაღლებს, იმიტომ რომ აქედან შეიძლება რაღაცა რჩევა მივცეთ. ანუ ეს უნივერსალური რჩევა არ არსებობს, ხო? არა, არ არსებობს. ყოველთვის შეცდომა არის რა. იმიტომ რომ ჩვენ და გავიცნოთ აუცილებლად ძაღლები, ვნახოთ ოჯახში რა სიტუაცია, ეს ძაღლი იერარქიით რომელ საფეხურზე დგანან, ვინ არის უფროსი, ვინ არის უმცროსი, მოკლედ თელიან. დომინანტი არის რომელიღაცა ალბათ, ხო? ხო. და რამდენად თქვა პატრონი როგორ ერევა, რამდენად სწორად ერევა, არასწორად ერევა და ამ ვიზიტის შემდეგ უკვე გამოჩნდება დაკვირვები და რაღაცა ტესტებით და მე უკვე შეიძლება რაღაცა შეურჩიოთ, თქვა შენიშვნის მიდგომის ისეთი ფორმა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ, იმიტომ რომ აქედან რაღაცა ურჩიოთ, შეიძლება პირიქით ამ ძაღლების უფრო გაღიზიანება გამოუწიოთ, უფრო მაგარი ჩხუბი მოხდეს, პატრონს უკბინოს და ცოტა რთულია და არასწორი არის ხოლმე და ყველას ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, ხა მეც რომ მირეკავენ და თუნდაც ხდება ბევრი ვიდეოები, რომ ამ დროს მოიქეცით ასე, რაღაცა ელემენტარულზე შეიძლება მივცეთ, თქვათ, ეს რჩევა, მაგრამ როცა ძაღლები ხა ერთმანეთს ხოცავენ და ჩხუბობენ და ერთი ამბავია, საკუთარ რეკომენდაციას ვერ გასცემ. შვილი ჩხუბი რაღაცა ისეთი თემაა. არასერიოზულია. ხო, მაგრამ ძაღლებს არა აქვთ ეგ. რაღაცა საკამერა. არა, შვილი რა. ძაღლია უბრალოდ. აღარ იციან რომ მამა. გულში ძალიან ჩამრჩა ეგ თქვენი ნათქვამი, რომ აი არ გაატანთ ვიღაცებს სახს, კონკრეტულ ადამიანებს. როგორი კრიტერიუმით, ანუ დარწმუნებული ვარ ახლა რომ ძაღლის შეძენა რომ უნდა აი რა მიზეზით შეიძლება გითქვამ თუ არის, აი როდის მიხდით რომ ვერ მოვიდა. როდესაც ლაპარაკზე შევატყობ რომ ზერელეთ უყურებს, ამის აყვანას არ აინტერესებს, შეიძლება თავის შვილს მობეზრდეს და მე გავუშვან ქუჩაში. და ზუსტად ამიტომ ვიძახი ხოლმე უარს რომ არ გავატანო რომ არ აღმოჩნდეს მე ჩემი გატანებული ძაღლი მაგალითად ან ქუჩაში ან გაჩუქებული ისეთ პატრონთან ვით შესაბამისად არ მოულის და თუ არ დავწმუნდი წინასწარ რომ ეს პატრონი ყველანაირად ამ ძაღლს მოულის მე არ შემიძლია თან ხელშეკრულებით საშენის ხელშეკრულებით ვატან ლეკვებს და ყველანაირად მაქვს მაქსიმალურად ის გარანტია რომ მოულიან კარგად
ის ამუშავდა რომ აი რომ უკვე რაღაცა დაჩიპული რომ გააგდებენ რომ თუ ჯერ ეს კანონ პროექტია ჯერ ძალიან კარგი არის ეგ აუცილებელია მართლა კანონში წერია მაგრამ წერია უბრალოდ ახსრულება ჯერ არ აკეთებენ რა რომ უნდა ადვილი არ არის ეგრევე მაგრამ ძიმ თანხებთან არის დაკავშირებული ალბათ და შესაძლებელია ყველა ცხოველის პატრონს არ კონდეს ამის ფინანსური საშუალება რომ თავის ზაღლი საკმაოდ იფიძება და ყველავე კლინიკაში აბსოლუტურად რომ დაჩიპო უკვე არის მე შემიძლია ჩემი კატა დღეს მივიყვანო და დაჩიპო არის მაგას მუნიციპალური უფასოდ ჩიპავს როგორც ვიცი იცი რა მუნიციპალურში მე ივნისში თუ ივლისში დამჭირდა ანუ კატა ჩემაშვილმა მოიყვანა ქუჩიდან სტერილიზაცია მინდოდა და ზაღლები კატები რა თქმა მოყვავს გვეწოდება ხო გვეწოდება და ძვირი ღირს საკმაოდ ისე რომ სტერილიზაცია გაუკეთო 200 ლარამდეა დავრეკეთ ცხადია მუნიციპალურ თავშესაფარში სადაც მითხრეს რომ თქვენი რიგი იქნება სადღაც სექტემბრის ბოლოს კი უფასოა მაგრამ ძალიან ბევრი ლოდინი გვიწევს ხშირად და აქვს კი ზოგს პატრონს ამდენი დრო რომ დაელოდოს ამ უფასო სერვისს. ბოდიში მაგაზინის გამახსენდა კაცი ექიმთან რო რეკავს და კაი ჩემი შვილი მოვა თუ შვილი მაშინო. ამდენი ხნის მერ. გასფეხი რო ყოდა მოტეხილი ხო? ივნისში რო დაახლოებით იგივე ხდება. ხო, დაახლოებით იგივე ხდება უფასო მომსახურებაზე. გიწევს თვეობით ლოდინი. კი, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ძაღლია და თუნდაც ქუჩაში და დაკავებულები არიან თავისთავად პატრონიანი ძაღლებიც ხო? თავისთავად ეს რიგი იწელება, იმიტომ რომ დღესში ახლა მაგალითად ოპერაციას ვერ მოასწრებენ და ფიზიკურად. ის სადღაცა იქ არის ბიჭებთან არის. იქ მივიდა ბიჭებთან ხო და მაშინ ამ შემთხვევაში კიდევ არის რაღაცა უფასო პროგრამები ფონდებს აქვს დაფინანსებული თუ არც ასე რომ ეგ რეალურია აბსოლუტურად თუ მოინდომებ არა რეალურია უბრალოდ მე ახლა ჩვენი მაყურებლის კითხვებს ვაჟღერებ ძალიან ხშირად გამიგია ჩემ მეგობრებისგან რომ აუ ძვირია და ვერ გავაკეთებ ნუ არ აქვს თქვა ისეთი სტაბილური შემოსავალი და თურმე ეს ყოფილა მითი არ არის ხო ძვირი ხო, უბრალოდ ხო ლოდინი უნდა და ეგ არის რომ ჩვენ ხო ყველაფერი გვეჩქარება ყოველთვის, მაგრამ ნუ არ გამოდის ახლა ეს პროცესი რომ ვიჩქაროთ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და თავისთავად რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე უფასოდ შეიძლება. ეხლა უეჭველი უყურებს ხალხი და უეჭველი ვიცი რომ ძალიან ბევრს მოუნდება ესენი და დაიწყებენ წერას რა. კი, მე მწერენ უკვე ჩვენი მაყურებლები. მე კიდევ არ ვეძახი რა მაგას, ვეძახი წაყვანას. ანუ რაღაცა მეგობრებას, როგორ უნდა თქვენ ხამას ვიყიდეო შეხედე ბიჭო. ის არის რა ქვია რა. იქ იყიდის ხასავ. რა შევიდეთ. გავისწორე. მივდივართ. მოვიდა. რამხელა იზრდება საბოლოო ჯამში. ძალიან დიდი ბიჭები არიან. ბიჭები იზრდებიან 35-40 კილომდე, გოგოები იზრდებიან 25-დან 35 კილოგრამამდე დაახლოებით. და სახლში ყავს ეს ლამაზესი რაშები საბოლოო ჯამში. რაშები არის მე ძროხებს ბოჩოლებს ვეძახი, იმიტომ რომ დაახლოებით ბოჩოლის ხელები და ბოლოს ხდება. და ბოლოს სუგონია რომ თავს ურთხავს შევისეთი ხმა. მე როგორც ვეცები იმ ხმაზე დადიან ესე. ნუ გაიგი მოკლედ ბოლოს და ასე კითხვა დაგიწყო მე მართლა შემიძლია ვთქვა რომ შედარებით ინფორმირებული ვარ თქვა რაღაცა კონკრეტული რაოდენობის მაყურებელთან შედარებით და ვიცი ძაღლს საჭირდება მაგრამ ჩემთვისაც აღმოჩნდა სურპრიზი ის საჭიროებები და ის ყურადღება რომელსაც ითხოვს ძაღლი რისთვის უნდა ვიყოთ მზად ადამიანები როდესაც აი ამ ძალიან სერიოზულ და საპასუხისმგებლო ნაბიჯს გადავდგათ პირველ რიგში უნდა გქონდეს დრო რა თქმა უნდა, ამათი მოვლა საკმაოდ თანხებთანაც არის დაკავშირებული. ნამდვილად. უნდა გქონდეს ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ ძაღლების მოვლა შეძლო. სურვილი, ხო? თუ არ გიყვარს ესენი ვერ მოვლი და ვერ გაუმკლავდები და რა თქმა უნდა იცოდე ვის მიმართო, თუნდაც წვრთნაზე, თუნდაც რაღაცა საგამოფენო მომზადებაზე და ყველაფერზე რომ სწორად აღზარდო ძაღლი. ამ ყველაფრისთვის თუ მზად არ არის ადამიანი ჯობია რომ არა იყვანოს მოეფეროს ხვის ძაღლს კუჩაში და დაბრუნდეს იცი ადასტვნამდე მივედი ხა ხო ვაკვირდები რა თქმა უნდა ჩემთანა ძალიან ბევრი ძაღლები ტრიალებენ და არიან მოუცლელი პატრონებიც მაგრამ აი 95% ან შეიძლება რა ვიცი 100 არა მაგრამ რაღაც ცოტა პროცენტი მართლა ძალიან მოუცლელია მაგრამ ეხა რაღაცას უნდა ვაჯობოთ რა თუნდაც დილით და 40 წუთით ადრე რო ადგე ლოგინიდან ფეხით გაიარო და ძაღლიც მეტი გაასეირნო თუ ლოგინიდან ვერ დგები დრო კი არ გაქვს ხარ ზარმაც ერთი კითხვა მაქვს მოიცა ჩემო მეზობლებო დიდი იმედი მაქვს რომ ახლა მიყურებთ
ყავს ორი მეზობელი, რომელსაც ორი დიდი აივანი აქვს და ყავთ ორ-ორი ძაღლი. გედეკაი არ უთქვა რა დაგთვალოთ ხო ესე დაიწყო. გამოდითო დაგთვალოთ. ორი სამოედი და ჰასკი და კორგი შენ იცნობ. ცოტა ზარმაცი პატრონები ყავთ და აივნის ამარა ძაღლები, რა მოხდა გაძო აივანზე გადიან კორგს ალბათ მოწონს რა ყდებათ ამ დროს ძაღლებს? მართლა დიდი აივნები აქვს თორე. აბსოლუტურად ყველაფერი აკლდებათ, იმიტომ რომ კორგი ხო ნანახი მყავს აქ. ორი კორგის ხელა არის. გუთახა ხო? არ შეიძლება ჯიში ისედაც მიდრეკილია სიმსუქნისკენ 1000 პრობლემის გამომწვევია და ისედაც ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ ძაღლები, ხო? ის 10-12 წელი, 20 წელი ვაფშიათ არის ხოლმე რომ ცხოვრობენ უფრო მეტხანსაც. აუდგეთ დილით, გავასეირნოთ, ვეთამაშოთ, მივცეთ, ვაჯობოთ იმას, რომ გვეზარება რაღაც, ანუ მიზეზებია და მეტი არაფერია. მიჩვევის ამბავია რა ეგა რა. მიზეზებია მარტო. 10 წელია 7-15 წელზე ვიღუძებ იმ კორტებზე რო წავიდე ვაგის პარკში და ამას და გზაში აჭვევს კიდე 8 ზაფხულს და გზაში კიდე უკან ვედრომიდეს საწელი მიზეზს და არა იმაში რომ ძალიან დაკავებულები ვართ რა. იმიტომ რომ უნდა დავფიქრდეთ რომ ჩვენთვისაც ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, ძაღლისთვისაც ძალიან კარგია ეს და რა თქმა უნდა ვაძლევთ და ცხოვრობ ძაღლის სრულყოფილად, იმიტომ რომ ძაღლის კარგად მოვლა და შვილი ვიტყავს გაზრდილი, რაც იგულისხმება ხოლმე მარტო კვება და ვიტამინი და მოხერება არის არასწორი. ზარს ჭირდება ბევრი საერთნობა, ფიზიკური დატვირთვა, თავისნაირებთან თამაში, ადამიანებთან კონტაქტი, თვითონ პატრონთან ერთად თუ საშუალებაა რომ თქვა იმოძრაოს და წავიდეს დასასვენებლად, თუ სადმე სტუმრად, მასზე ბედნიერი არავინ არ არის. უყვართ ხო გარეთ გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა. სხვადასხვა ერთი რაღაცა მოუწევს რომ ბოლო პერიოდში მომრავლდა ისეთი კაფეები და ისეთი, სადაც ფრენდლი არის. რა, ანუ შეყვანა შეგიძლია. აი მარკეტებთან მაგალითად გარეთ იმას აკეთებენ სამაგრებს და ჩვენი 4 ხა მეგობრები მე. შიგნითაც უშვებენ. კარტოილი კომპანიები კი შიგნითაც მარკეტში ეხა ნაკლებად. და იმაში რა ქვია, ტრასაზე მაგალითად ბენზოგასამარ სადგურებთან სახლების დადგმა დაიწყეს და ასე შემდეგ. რა, ეხა ეს ისეთი თემაა რა. ადამიანობა გამოიხატება, შენი ალბათ ამაშიც ერთ-ერთი გამოხატულება ეს არის რა და ხო გეუბნები ეხა ჩვენთან რო არის ეს მონტე კრისტო დავარქვი ამას რა. ზოგს უყევს ზოგს რაღაცა და თავის ხასიათია. მანქანით რო შემოუხვევ, კარები საგმამოს რო გამოსწრები, ყობესთან მოდის გამომიყვანე. აი იცნობს. კი. ვაკეთოთ უფრო მეტი კარგი, მეტად ვატაროთ და მე ავდგეთ და ეხა ჩვენი ხასიათებიდან, ქართველებიდან გამომდინარე ვიმარიაჟოთ ამით. და ვაჩვენოთ ბევრს რო ხო მეტი ეს ახლა სამარიაჟო ძაღლია როგორც მე ხვდით ამას ნახე რა ვისმობ მეტად ვიმარიაჟოთ მოვლით ვიმარიაჟოთ გრუმინგით ვიმარიაჟოთ საბოლოო ჯამში მეტმა ადამიანმა იმარიაჟოს მე და საბოლოო ჯამში გამოვარგი საქმე ისი რა სხვადასხვა აქვს საქმე რა ხერა გახარებული კაცია ადრე ჩვენ ძაღლი ისე მოისაქმებდა ქუჩაში რომ არც ავიღებდით დღეს უკვე მეტნაკლებად ვისწავლით რომ არ უნდა დავტოვოთ ქუჩაში ავტობუსში ოდესმე წარმოგიდგინათ ძაღლი? დღეს უკვე ძაღლები სეირნობენ ავტობუსებში. აი მე გაჩერდი მე ბანკებში მე ვწვანან და დადია ბანკებში წვანან, კი, პარფუმერიის მაღაზიებში წვანან. ეს მე პირველად სტამბოლს დრო გაგვექცა სტამბოლში რომ მოხვდი ალბათ. ყველაზე დიდი შოკი ჩემთვის იყო. ვინ გაიქცა? ვინ გაიქცა? დრო გაიქცა. ყველაზე დიდი შოკი სტამბოლში ჩემთვის იყო ბრილიანტების მაღაზიაში. სადაც ბრილიანტებს შორის დადიოდნენ კატები, რომელსაც არავინ არ ერჩოდა. პირიქით ეფერებოდნენ და საჭმელებიც ედო. მე რო გამოვედი მეჩეთთან დავინახე დიდი გობი გამოტანილი საჭმელი. მე ძაღლები მივხვდი რომ ჩვენ ძალიან მალე მივალთ აქამდე. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეს პატარა ისტორიას მეც მოყვები, მაგრამ ყველა თქვენსაც ამბობთ. გააქვს ძაღლები რა ისტორია? კატაზე. სტამბოლში. ეგვიპტეში. ესე გარეთ კაფეები, სადაც არის და ხა ჩემი დამოკიდებულება ხო იცი ძაღლებთან და კატებთან როგორი არის და ნელ-ნელა ანუ აქ ბედის წერა მომიყვანა რომ მე მგონი სხვანაირად დავიწყებ ფიქრს და ეს კატა წაიოს აქ დაბლად ბევრი კატები და ანუ მინდა რომ გავაგდო და იმ სკამით ვაშინებ ვაბრახუნებ რომ წადი კატა თუ რაღაცას კიდე ხელი არ მოგაჭრეს ციცხა ყველაფერს მე სკამით გაგაგდებ ხოლმე კინაღამ დამიჭირეს მართლა და ის პერიოდი დგება მე მგონი საქართველოში მართლა ანუ ხუთზე კაცი გამოვიდა რომ ვერაფერს ვერ მიხვდა რა ვაკეთებდი და კი ანუ ვიზდებით ხო საზოგადოება კი ეგრე არის ვიზრდებით ის ადამიანები ვისაც ესეთი დამოკიდებულებაც ჰქონდა და ძალიან დიდი მადლობა ლომის წვლილი და გამყოლობებში შენ და ჩვენს სიუჟეტს უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის მართლა ძალიან საინტერესოდ საუბრობთ და კარგია ესეთი კომპეტენტური ადამიანების მოსმენა ჩვენთან ჩვენს ოჯახში რეკლამის დროა რეკლამის შემდეგ ფსიქოლოგი ზვიად ქოიავა გვეყოლება დაგვებრუნდა საზა ქოიავა გვეყოლება ამიტომ
ძალიან საინტერესო თემა იქნება დაგვიბრუნოთ. მადლობა ბიჭებო. მე მთელი დღე ჩემი დღე შეგვიძლია. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, სტუმარი რომელიც ფაქტიურად პირადი ჩვენი ფსიქოთერაპევტია, უკვე ფსიქოლოგი ზაზა ქოია. იმიტომ რომ არ ყოფნის არასოდეს საუბარი. არასოდეს დრო არ ყოფნის, კი. და არასოდეს არ ყოფნის კიდე ფანტაზია რომ დავსვათ კითხვები, მაგრამ დღეს მე მგონი ძალიან კონკრეტულ თემაზე ვსაუბრობთ. რაზე ვსაუბრობთ? დეპრესიაზე. რა თქმა უნდა, რომელიც ყველას პირზე გვაკერია. მე დეპრესია მაქვს, მე დეპრესია მაქვს, მე ძლივს გამოვედი. რატომ მითხარი დეპრესიაზეო? სტიგმა. შეუცვლიათ თემა. არ შეუცვლიათ სტიგმაზე ვსაუბრობ. მე ვიდოდა რომ დეპრესიაზე გვესაუბრა, ნუ და ჩაგაწოდე რა. არა, ვიცი რომ ხასიაძე და უფცებ რომ მითხარი დეპრესია, ვიფიქრე მე ამერია თქო და გადავედი დეპრესიაზე, ხასიაძე. ყველას გვაქვს ჩვენი ხასიათი, ხო? რომელიც ხშირ შემთხვევაში მათ შორის არის დეპრესიული და დეპრესიაზე ხშირ შემთხვევაში კომპლექსები. ნანუკამ დღეს სამივე ერთი და იგივე, არა. სამივე ერთი და იგივე შეიძლება იყოს კომპლექსი. კი ბატონო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ზაზა, მართლა მჭირდება, მე მგონი პირადი შეხვედრა შედგა. ჩვენ არ შეგიშლით, ხო, შეგიძლიათ შეგეს. ხასიათიც, დეპრესიაც და კომპლექსიც აბსოლუტურად შეიძლება გადაბმული იყოს ერთმანეთში და საერთოდაც თქვენ იცით, რომ ფსიქოლოგიაში 2x2 4 არასოდეს არ არის. კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ცვლილებაც, რაღაცა ნიღბების, მორგების პროცესიც და პლუს ამას აი ამ დისკომფორტებმა და კომპლექსებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიაში ჩავარდნას და აკვიეტებული ფიქრებიც. ასე რომ ყველანი მაგრამ კომპლექსები ანუ მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, დღეს ვისაუბრებთ კომპლექსებზე, ალბათ ესე ძალიან ხშირად გვესვის და ხშირად თუ კი წამოიწევა თემა კომპლექსზე, ბრუნდებით ბავშვობაში, ვიწყებთ იქ რაღაცების ჩიჩქნას, ყველას, ვინ მოგვაყენა სტრესი, საიდან გაჩნდა ეს კომპლექსი, მე ვცდილობთ დავძლიოთ, მაგრამ მე მაინც გონია რომ კომპლექსი შეიძლება ბავშვობიდან არ და დღეს რაღაცამ ჩემში გააჩინოს რაღაცის რიდი, შიში და ესეც ჩაითვალოს კომპლექსად, ხო? რა არის კომპლექსი ზოგადად? კომპლექსი ეს არის წარსულში მომხდარი კონკრეტული ნეგატიური ამბავი, რომელმაც ჩვენზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა, ცუდი ზეგავლენა მოახდინა და დღემდე ჩვენ მასთან გვაქვს ნეგატიური ემოციური ბმა, რომელიც არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას, რომელიც არ გვაძლევს დაახლოებით იგივე მსგავსი რაღაცების გაკეთების საშუალებას. ეხლა რატო არის ეს ასე? ძალიან ბევრჯერ მილაპარაკია მე თქვენთან ტვინის უბნების ფუნქციებზე და ბევრს ამას აღარ ვიტყვი. ერთადერთი არის ის, რომ მეხსიერების ნაწილი არის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო და თავს გადამხდარი ამბები წესით უნდა იყოს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში. ანუ ყოველ ღამე, როცა ჩვენ წვევით, ოპერატიულ მეხსიერებაში დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია მუშავდება და მარცხენა ნახევარსფეროში გადადის. ეს ძალიან ჩვეულებრივი ავტომატიზებული ამბავია. უბრალოდ იმ დღის განმავლობაში შესაძლოა კონკრეტული დისკომფორტები და ტკივილები გქონდეს, რომელიც მარცხენა ნახევარსფეროში კი არ წავიდეს, არამედ დაიტოვოს ტვინის თავდაცვითმა, შფოთვითმა, უბარმა, პრიმიტიულმა ნაწილმა. და რატო დაიტოვა? იმიტომ დაიტოვა, რომ მომავალში გაგიფრთხილდეს, რომ ასეთი ტკივილი აღარ მიიღო. ანუ ნახე მე მარტივად გეტყვი, დღეს თემა ავრიე სამჯერ, ხო? სამჯერ შემეშალა სულ 2 წუთის წინ. მე ვიცი რატო. ეს შესაძლებელია იყოს ჩემთვის არ ვიცი, მარჯვენა სფერომ დაიტოვოს, განიხილოს როგორც დიდი პრობლემა და ხვალმე თემის წარდგენისას იგივე დამემართოს, დავიძაბო მინიმუმ. ამის თეორიული შანსი არის, მაგრამ როგორც წესი არა. ხანდახან სიგარა მხოლოდ სიგარაა და მეტი არაფერი. ეს მიყვარს. ოღონდ მხოლოდ ხანდახან. ხანდახან. შესაბამისად, თავდაცვითი უბანი იტოვებს, იმიტომ რომ გაგიფრთხილდეს მომავალში. ეს ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. უბრალოდ ძალიან ხშირად ის არასწორ სიგნალებს იძლევა ხოლმე. ის ვერ ამჩნევს განსხვავებას გუშინდელობასა და დღევანდელობას შორის. ეხლა რატომ მაინც ბავშვობაზე? ხო, იცი რა, საერთოდ არ არის აუცილებელი. შენ რაღაც პრობლემა გაქვს, უეჭველი შენ ბავშვობაში. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს შაბლონი გახდა. ხო, აი ეგ უნდა მეკითხა, წარსულში რო ამბობ, რომელ წარსულზეა ლაპარაკი? შეიძლება ერთი კვირის წინ ან გუშინ დამეწყო რაღაცა მოხდა ისეთი, რომ დავიკიდე ეს კომპლექსი რა. რა თქმა უნდა, უბრალოდ
რაღაცები ხა ნუ დამძიმებული არის ხოლმე, მაგრამ უბრალოდ ბავშვობა მოზარდობაში იმიტომ მიდიან ხოლმე ხშირად ფსიქოლოგ. მე მაგალითად მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მივდივარ, რაც ზემოთ ზედაპირზე ვერაფერს ვერ აღმოვაჩენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა, კლიენტთან ურთიერთობის პროცესში. ხო, ეგრევე ბავშვობის რაღაცები, თუმცა არის ისეთი ტიპის სიმპტომები, რომელიც აი რაღაცა 7 ვერსია გაქვს რა სიმპტომი რატო შეიძლება ქონდეს მაგალითად და 5 იქიდან ბავშვობას უკავშირდებოდეს. აი შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ ამას არეუბნები. აი 7 პირობითად ვთქვი. ამას არეუბნები, ამას კითხვა-პასუხის რეჟიმში მიყვები რა. თორე მე ვიცი შენ რაც ჭირს არასოდეს არ არის ესე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ შეიძლება 4-ვეს აბსოლუტურად ერთ და იგივე ამბავი შეგვემთხვეს. აქედან სხვადასხვა რეაქცია ქონდეს აბსოლუტურად სხვადასხვა თქვენ мотиваცია მიიღოთ ამაზე და მე პირიქით დეპრესიაში ჩავარდი ან დისკომფორტი ამექნებს. იცი რა მაინტერესებს? მე მესმის რომ ყველა გავიზარდეთ ისე რომ რაღაცების გადალახვა მოგვიწია, ძალიან ხშირად სტრესულ მდგომარეობაში მოგვიწია რაღაცა ისეთის კეთება, რომელიც ჩვენ არ გვიყვას, ბევრი დაბრკოლებაც გქონია. ვსწავლობთ ალბათ ნაბიჯ როგორ უნდა მოვერიოთ ჩვენს კომპლექსებს, ხო? კი. მაგრამ ერთი კომპლექსი რჩება, ავცილებლად იქ ამოდის მეორე. მე მგონია რომ რაღაცა დაცვითი მექანიზმია ჩვენი ეს კომპლექსები, რომელიც რაღაცებს არ გვაკეთებინებს. ხო, ოღონდ, ნახეთ, ის ვერ ამჩნევს განსხვავებას, აი ეს უბანი, რომელიც იტოვებს ამ ტკივილს, მარჯვენა ნახევარსფერო მაგალითად. მარჯვენა არა, ტვინის ფოთლის ნაწილი კიდე სხვა არის. მარჯვენა ნახევარსფერო რაციონალურია. უბანი, რომელიც ამ ტკივილს იტოვებს, ის ვერ ამჩნევს განსხვავებას გუშინდელობასა და დღევანდელობას შორის. იმისთვის ტკივილია. და შესაბამისად, ეს მაგალითად, რა ვიცი, 5 წლის წინ გავიჭედე ლიფტში. ცუდ ლიფტში გავიჭედე. რაღაცა დაანგრეულ корпуსის ცუდ ლიფტში. ჩაბნელებული, საერთოდ რო ის არა კარს ვერ აღებდა, ცუდი ლიფტში. შესაძლოა, წესიერ კეთილმოწყობილ ლიფტში ვერ შევიდე იმის გამო. ანუ იმ გამოცდილების გამო. ხვდები, ან დახურული სივრცის შიში შემექმნას. იმიტომ რომ ის უბანი, რომელმაც ის იმ დღეს ტკივილი დაიტოვა ლიფტში გაჭედვის, ვერ ამჩნევს განსხვავებას. უბრალოდ ბოდიშვიხტის საპირფარეშოსა და ლიფტ შორის. ანუ გამღიზიანებელი სულ მზად არის, რომ თუ დაიხურა ფოტოგრაფიული მეხსიერება. ხა კლაუსტროფობია ქვია უკვე მაგას მაშინ თუ ეგრეა, რომ შესაძლოა კლაუსტროფობია აიჭიდო. განვითარდეს, ხო? ხო, მაგას გეუბნები. ან კაცმა არის ის რა. შეიძლება უბრალოდ ციკლი შიში თუ ჩავარდა. ოღონდ სხვა რამეში გამოიხატოს და არა ანუ კაცმა ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ბავშვობაში უბრალოდ მეტად ღიაა ეს ყველაფერი ჩვენი ფსიქიკა მეტად ღიაა და იმ მომენტში სიხარულსა და მწუხარებასაც უფრო მძაფრად აღვიქვათ ამიტომ არის ხოლმე ხშირად დიდებს უფრო შეუძლიათ რაღაცების რაციონალურად გაგება, დამუშავება, მისი ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო უფრო იოლად ერთვება საქმეებში, ანუ ნეოკორტექსი რაციონალური ნაწილი და არ აძლევს უფლებას აი ამ ტვინის თავდაცვის თუბანს, რომ ზედმეტი გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე და ზუსტად ამიტომ, თორე ამიტომ არის ხოლმე უმეტესი ნაწილები ბავშვობაში. მაგალითად, მე მივიღე 10-იანი სკოლაში და ველოდები მოვდივარ მთელი გზა და ველოდები რომ რა ვიცი მამა შემაქებს მამა ჩემი ყოველთვის მაქებდა მადლობა მას ამისთვის მაგრამ ველოდები რომ მამა შემაქებს და რომ მოვედი სახლში და რომ ვახარე ეს ამბავი ხო ანუ რომ შემაქებს მე უნდა გამოვყო სერატონინი ჩემმა თავისუფლად უნდა გამოვყო სერატონინი ბედნიერები ხო დიახ რომ საზოგადოებამ შემაქო მაგ შემთხვევაში ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და ავტორიტეტმა პიროვნებამ და მითხრა რომ აი რა შენ რა 10-10-იანი მიიღე, აგერ დიმას ბიჭმა 2-10-იანი მოიტანა დღეს. იქ დავამხავ. ეგ საშიდება. და მე სერატონინის მაგირად კორტიზოლი გამომეყოფა და ვიწავლები და უბრაზდებდი. არა, ეგ არის დაკნინება რა ადამიანის ეხლა. ლიუს ამას, ამან იმხელა ღუზა, ჩვენ ამას ღუზებს ვეძახით. ამან იმხელა ღუზა შეიძლება ჩადოს, რომ მთელი ცხოვრება მე სხვა რომ მართლა შემაქებს 10 წლის შემდეგ. ჩემი ტვინს დაკარგული კონდეს სერატონინის გამოყოფის ფუნქცია შექებას და პირიქით დისკომფორტი ანუ ვიგრძნო. ვერბალურმა ურთიერთობამ შესაძლებელია ისე დააზიანოს ადამიანის ჰორმონალური სტატუსი, რომ ვერასოდეს ვეღარ გამოყოს რაღაცა კონკრეტული ბედნიერების ჰორმონი. ხო. ფუნქციაში მართლა მაგ კონკრეტულ სიტუაციაში ფუნქციაში შექებასთან დაკავშირებით ასევე გამოუხატავი ემოცია, დაუმსახურებელი რისხვა
შედარების კომპონენტები. აუ ერთ რამეს კითხავ, სანამ დამავიწყდა, ახლა შეკებაზე ამბობდით. მე მთელი ცხოვრება ბავშვობაში ესე გავიზარდე, რომ რა ლამაზი ხარ, რა ნიჭიერი ხარ. მართლა მადლობა ამისთვის ჩემ მშობლებს, დათესავებს, ყველას, იმიტომ რომ ეს ფუფუნება და სიამოვნება სულ მქონდა. თავში ხო რა გივარდა? არა მივარდა ნამდვილად, მაგრამ ნახე რა ხდება. ამას ჯაჯო არ ყავს ეხლა და შენს ჯაჯო არ ყავს, რომ მითხრას მე. ესენი ორივე ნახე გავიზარდე და მე დღეს კომპლიმენტის მიღება არ ვიცი. მუდმივად მცხვენია რომ მეუნებიან ან რა კარგად გამოიყურებით თქვათ, ან რა ჭკვიანი ხარ, სულ მგონია რომ რაღაცას ამეტებენ ჩემთან მიმართებით. მე ვერ აღვიქვავ ჩემს თავს როგორც ხშირ შემთხვევაში ჭკვიანს, როგორც ლამას, ვერ აღვიქვავ. სად არის პრობლემა? ბავშვობაში ხომ აქებდნენ? კაცმა არ იცის. ნახე, როდესაც ეგეთ კითხვას მისვამენ ხოლმე, რამოდენიმე ვერსია არსებობს და ასე დროს ფსიქოლოგს არ აქვს უფლება ერთი კონკრეტული ვერსია თქვას. უნდა დაიბარო ეს. ანუ მე ამას ვეძახი ხოლმე, რომ ადგილზე უნდა ინახოს. შესაძლოა თვითშეფასების პრობლემა იყოს. აბანოში ვარ წასაყვანი მგონი. შესაძლოა თვითშეფასების პრობლემა იყოს. შესაძლოა კონკრეტულ სიტუაციაში შენ კონკრეტული შექებისას სიყალბე იგრძენი. შესაძლოა კონკრეტულ სიტუაციაში სადღაც ოდესღაც ვიღაცამ იმიტომ შეგაქო რომ სათავისოდ გამოეყენებინე. შენს არაცნობიერს ეს დამახსოვრებული კონდეს და ეხლა გარკვეული ტიპის შესაძლოა რაღაცამ დაბალი თვითშეფასება მოგცა რომლის ფონზედაც დაიმახსოვრე რომ არც ლამაზი ხარ არც არა და ლამაზი ხარ და ჭკვიანი ხარ აგერ პირდაპირ ეთერში გეუბნები. მადლობა. მივიღებ. და შესაბამისად ესენი თუ დაიმახსოვრე და დაიპროგრამე, ეხლა შესაძლოა დისკომფორტი იყოს. არ ვიცი, ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია შეიძლება იყოს, მაგრამ მოუგვარებელი არაფერი არ. ეხლა მე რაღაცა დამებადა თავში და უნდა ვიკითხო, შემოადგილო იყოს. აი 90-იანი წლები, როცა მეც გავიარეთ შემათავობა მტყიებში დავრბოდით, ჩვეულებრივად ცხოვრობდით, ბენზინის ტალონი, კარაქი ტალონი, პური ტალონი. აი ამან აი ამ თავობაზე ყვალი დატოვა და ეხლა ინდივიდუალურია მორევა ამისი თუ ხო იყო ეს ნავთქურები და საშინელი დეპრესია ხო ყვალი დატოვა რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ბევრ სიტუაციაში ეხლა თან რო არის ხოლმე 90-იან წლებში სად იყო ამდენი დეპრესიები და რაღაც ბავშვნო აბულინგებ და რაღაცები ჩვენ ესე გავიზარდეთ და შვენივრად გამოვიყურებით მაშინ სოციალები არის სად იყო და ვიცოდით ბოდი დავაცარებინოთ სად იყო გაფრთხილებაო ამაზეო რა ანუ სულ აბულინგებდნენ და პრობლემა არ იყოო ანუ ეს ვიგულიც მაგრამ მინდა გითხრათ რომ დღევანდელი თაობა რომელიც ჩემთან მოდის მელაპარაკება დღევანდელი თაობა კი არა ის თაობა რომელიც 90-იან წელს შეძლო იცით რამდენი ატარებს ხალხო ამ პრობლემებს იცით რამდენი რომ ვარ მატარებელი ვთქვათ ამ პრობლემის ცხოვრება მეცვლება ხარისხი მაკნაკლები დაბალი თვითშეფასება კი ბატონო დაბალი თვითშეფასება გონია რომ არასრულყოფილია არასაკმარისია აქვს კონკრეტული ცუდი მოსაზრებები საკუთარ თავთან უნდობელია ბევრი კომპლექსი აქვს და ანუ ძალიან შვილებთან ურთიერთობაში პრობლემები აი ამ თაობის თავისუფლება ხო არ აღიზიანებს ჩემ თაობას მოდი აი მას მეკითხები პირდაპირ იმიტომ რომ ეხლა ხო ის რა სიტუაციაც არის ხო პრობლემა რა არის ხშირად გამიგია რომ აი ესენი სანამ არ მოკდებიან არაფერი არ ეშელება ქვეყანას ხო ხდები რასაც ვამბობ რა რამდენად არის ეს ობიექტურად იქიდან წამოსული ეს პრობლემები ნუ ეგ ძალიან ისეთი რადიკალური გამონათქვამია და ნუ ეხლა თანამედროვე თაობაშიც ვიცი ადამიანები რომლებიც ძალიან კარგად და სწორად აზროვნებენ საბედნიეროდ და ასევე სამწუხაროდ დღევანდელ თაობაშიც ვიცი ადამიანები რომლებიც არასწორად აზროვნებენ და ხმა ეს პრობლემა სულ იყო და ალბათ იქნება თაობებში ეხლა პრობლემა რაშია ნახე თანამედროვე პროგრესულ თაობას როდესაც ექცევი 90 ამ შემთხვევაში 90-იანებს მაგრამ ინდუსტრიული ხანის ესე იგი მენეჯმენტის მიხედვით იქ სერიოზული კონფლიქტი და პრობლემაა უბრალოდ ერთადერთი რაც ამ თაობამ უნდა მე ყოველთვის მადანაშაულებ ხოლმე იმაში რომ აი ლექტორი ვარ რამოდენიმე უნივერსიტეტში და ყოველთვის მადანაშაულებ ხოლმე რომ შენ ბავშვებს აფუჭებ რითიო აი შენ შემდეგ ჩვენ ვეღარ ვაჩერებთ მათ აუდიტორიაში იმიტომ რომ ჩვენ იქ აუდიტორიაში რაც გვინდა რა თქმა უნდა სწავლის პროცესი არ უხოთ მაგრამ აი ჩვენ აუდიტორიაში რაც გვინდა იმ ყველაფერს ვაკეთებთ ან მაქსიმალური თავისუფლება აქვთ ინტერაქტივია ნუ აუდიტორია ხო თეორია ობიექტურად ინტერაქტივი არა ნებისმიერ თემაზე არა გასულ ლექციაზე მაგრამ ცხადიან ლექციის ფარგლებში ლექციის ფარგლებში აბსოლუტური თავისუფლება აქვთ სულ პრაქტიკული თამაშებია სულ რაღაცები და მე ბავშვები ესე ჯდომას ვეღარ იტანენ რა
ვარც უნდა იჯდეს ეგრე, რა თქმა უნდა. ანუ თანამედროვე თაობას უნდა მოექცეთ თანამედროვე მეთოდებით, უბრალოდ ამ თაობამ უნდა გაითვალისწინოს თავისუფლება არა გადასარევი და არაჩვეულებრივი რამ, მაგრამ ის უნდა იყოს დაშინებული და დაფუძნებული. მაგრამ ნახე ზვიად განათლებას. ზაზა ბოდიში. ზაზა ჩვენი თაობა ძიმამ თყოლა არ ახსენა, ჩვენ სულ სხვა ფუნდამენტზე გავიზარდეთ და სულ სხვა პრიორიტეტები იყო და ჩვენ ქონდა თმენის ვალდებულება, მაგალითად უფროსი ადამიანი რაც არ უნდა მტყვანი ყოფილიყო, შენ თავი უნდა დაგეხარა და მიგეღო მისი, არ ვიცი, სიმართლე. დღეს აღარ მოგითმენს თინეიჯერი ის თავის სიმართლით ხმალს ამოიღებს და ბოლომდე იბრძოლებს. ეს ხშირ შემთხვევაში ჩვენი კომპლექსიც არის, იმიტომ რომ მე გავიზარდე, რომ თავი დაგიქნიო, მე გავიზარდე, რომ ჩემი სიმართლე შევინახო და ესეც შესაძლებელია. ფიქრობ, თავი დაბალი კიჩიფოსება არ ვითარდება? ხო, არ ვიცი, გეკითხები, მე პირადად ხო. როდესაც მე ბოდიში ვიხდი ხა ყველა წინათაობასთან მათ არ გულისხმობ არც ერთს ზოგადად ხო მე ზოგადი კითხვა აქვს არავის არ გულისხმობ სისულელეს მე ვარ წინათაობის წარმომადგენელი და სისულელეს გეუბნები და შენ თავს ხრი მარტო იმიტომ რომ მე ვარ წინათაობის წარმომადგენელი რასაც გეტყვი ის უნდა მიიღო ან არ უნდა შემომეპასუხო რა თქმა უნდა შენში ეს გამოუხატავ ემოციას ჩაკმულ პროტესტს სისულელის მიღებას კონფორმულობას დაბალ თვითშეფასებას შესაძლოა ავითარებდეს აქედან რომელიმეს ან ყველას ერთად ან თუნდაც ის მარტივი რომ ხო ჯერ არ ჭამო სანამ არ მოვლეს ხუმრები ეს ხო ოღონდ ხმლის ამოღება და ამათი გაწმენდა და ვიღაცისთვის თავის მოჭრა კიდე მეორე უკიდურესობა რომ რადიკალიზმი კიდე სხვა ასევე არასწორი. ანუ მე ხა კარგად ზაფრად ხვდები ოჯახის გარემოს მნიშვნელობას ამ ეტაპზე რა. მაშინაც იყო ეგრე. მე მაგალითად როგორც ვზდიდენ, ისევე ვთვლი რომ გავზარდე ჩემი შვილები. თავისუფლად. მაშინაც ეგრე იყო. ჩემთვის ინდივიდუალურია. ანუ ეხლა ფიქრობ რომ სწორედ გავაკეთე ყველაფერს. ნუ არ ვიცი თვითონ შეაფასონ იმათ, მაგრამ მე ფიქრობ რომ სწორედ გავაკეთე რა. აი სრულიად თავისუფლებაში ოღონდ თავისი ურთიერთპატივისცემით, ანუ იფი არა რომ რაღაცა გადავიგ იმას ხარ თავზე გადავიგ ყველაფერი. ამას ვიტყვე მე კომპლექსს დაუბრუნდები. აღზრდის სტილები რამოდენიმეა რა. არის ესე იგი ეგრეთ წოდებული ავტორიტარული აღზრდის სტილი. რომელიც ვიცით 90-იანებში ჩვენ გავიარეთ ყველა ვართ ავტორიტარული სტილის აღზრდილები. არის დემოკრატიული აღზრდის სტილი, სადაც შეთანხმებული წესებით მოქმედებთ ყველანი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ყველას თავისი წესი აქვს რა. ოღონდ ეს წესები არავის შემოღებული არ არის, ჩვენი ერთობლივად შემოშევებულია და არავინ არ ვარღვევთ. ანუ არ ჩვენ არ უნდა დაარღვიო. არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური აღზრდის მეთოდი, რომელიც ზედმეტი ტიპის თავისუფლებას აძლევს და ბავშვი პასუხისმგებლობის აღებას არ ეჩვევა ასეთ დროს და მე მათ სამსახურებში პრობლემები ექნებათ ამ აღზრდის სტილით და არის ინდიფერენტული აღზრდის სტილი, როცა ბავშვი არ გაინტერესებს სად არის. გაიზრდება რა? ხო. დემოკრატიული აღზრდის სტილი ყოველთვის და ყველა სიტუაციაში გაიზრდება. მაგრამ ზუად ნახე როგორც ამბობენ ზაზა რატო გეტყვით ზუად ჩიხლაძიდან ზაღლებით მეც ზუადის ის და თან რაღაც ბოდიში. ზოგადად ამბობენ რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორ გაზრდი ბავშვი, რაღაცა მოცემულობით ადამიანი ჩნდება, შემდეგ 7 წლამდე ის რაღაცას აქეთ-იქით აიღებს და დანარჩენი უკვე გამოცდილებაა. და 7 წლამდე რასაც აიღებს ის შენი არ არის? შენი აღზრდის მეთოდი არ არის? სულ არ ხარ შენ ბავშვი, 7 წლამდე ის არის კლასთან ერთად, მასწავლებელთან ერთად, ეზოში, ყველგან გარაჟზე. კი ბატონო. ანუ ზუსტად ამიტომ შობლობის შემდეგ შობლის შემდეგ და ოჯახის შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა ზუსტად ამიტომ ენიჭება პედაგოგს, სკოლას. სკოლაში არსებულ სიტუაციას, სკოლაში მას ფრთებს შეაკვეცავენ და ინდივიდუალიზმს ჩაუხშობენ თუ ხშირად ასე ხდება. რა თქმა უნდა, ხშირად ასე ხდება. არაფერ არ ამ ტიპის ჩვენში არსებული განათლების სისტემა სამწუხაროდ. შემდეგ საუნივერსიტეტო სივრცეში კიდე შეიძლება მისწრება პირველ მეორე კურსიდან. იქაც ზოგან, არის რაღაცები, ზოგან არ ვარგა, უმეტესწილად სამწუხაროდ არ ვარგა. და ეს საბოლოო ჯამში იწვევს ზოგჯერ თავისუფლებას კი არა. თავისუფლების სახელით პროტესტს, ან პროტესტის სახელით თავისუფლებას. ანუ დამახინჯებულ ვერსიას თავისუფლების, როგორც ჩვენ აღვიქვავთ, მაგრამ ესეც სუბიექტური განცდაა თავისუფლების. არა, მარტო თქვენ აღვიქვავთ. ფსიქოლოგიაში არის ეს პროტესტის ნიშნად რაღაცებს, როდესაც აკეთებ, როდესაც შეზღუდვებისგან უეცრად გათავისუფლდები და სადღაც სხვაგან ხარ გადასული იქ რაღაცებს, აი ამ პროტესტის ნიშნად თავისუფლების შეგრძნებისთვის
რაღაცებს რო აკეთებ, იმას რო არ გზღუდავდი, არ გააკეთებდი. და კიდე ერთი კითხვა. ესე იგი მახინჯია. მართლა შენ მისასვლელი ხარ მართლა ცალკე ეთყობა ამ სეანსზე და ჩემ კითხვებს არ სვავ, მე ვსვავ ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპულ რაღაცა იმებს. თქვენ სეანსზე ვარ შემოსულები მე და ძინა. ეგ რა არის რო ქონია რომ არაფრის კომპლექსი არ გაქვს დედამიწის ზურგზე. ეგ რა კომპლექსია? ეს არის ნიღაბი იმისა ძირითად შემთხვევაში ყოველთვის არა. თავსაც და საზოგადოებას. იმიტომ რომ გძნობ რომ რაღაცების კომპლექსი როგორ არა გაქვს, მაგრამ მიგნება გიჭირს კონკრეტულად რისი კომპლექსი გაქვს, ან აღიარა. ან უბრალოდ შეიძლება ნამუშევარი გაქვს რაღაცებზე, ესეც შეიძლება ერთეულ შემთხვევაში. დამუშავებული თუ არა და ხო, რა თქმა უნდა, ეგეც შეიძლება. თუ არა და ეს შესაძლებელია იყოს, როგორც უკვე გითხარით 2x2 არასდროს არ არის ფსიქოლოგიაში, ეს შესაძლებელი იყოს გარკვეული ტიპის საბრუელი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი არის, რომ სოციუმს და ადამიანებს მოეწონოთ. ანუ მაგისთვის ცხოვრობთ რომ აღიარონ? ერთ-ერთი. არა, ეს როცა ნორმის ფარგლებში პრობლემას არ წარმოადგენს. ერთ-ერთი. შესაბამისად, როდესაც ინდივიდუალიზმი ჩახშობილია, რაღაც კონფორმულია, აღზრდით, ოჯახით, სკოლით, ასე შემდეგ, ხო? მე უკვე ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ თავი მოგაწონოთ. და მართლა რო ეგრე იყოს, რომ მართლა. მიდივარ, ვაგრძელებ. და შემდგომ უკვე მე შესაძლოა არ ვაღიარებდე ჩემს დისკომფორტებს, რატომ უნდა ვაღიარო? ანუ ჩემი თავდაცვითი ისევ თავდაცვითი სისტემაზე მივდივარ. ჩემი თავდაცვითი სისტემა ტვინის პრიმიტიული ნაწილი, ეგრეთ წოდებული, არ მაძლევს უფლებას, მას ეშინია, რომ მე რო ეხლა თქვენთან ჩემი კონკრეტული კომპლექსი ვაღიარო, თქვენ ახლა მოგწონვართ და ამის აღიარების შემდეგ აღარ მოგეწონებთ. სისუსტედ თვლი და გინდა რომ შენი სისუსტეები ყველა მიწევს. ხდები, სინამდვილეში ამის აღიარება და ამაზე მუშაობა ხო უფრო კაი ტიპად მაქცევს. ცხადია. ხდები და აი ამის ფონზე ჩვენ არ ვაღიარებთ ხოლმე რაღაცებს. საბრუელი გვაქვს რომ არაფერი არ გვაწყობს. მაგალითად იგივე მე არავინ არ მინდა. მარტოც მშვენივრად გრძნობ თავს. ტყუილი ეს. არა, მე ყველა და ყოველთვის ბოლოში ვაყოლებ. ნახე სუდამცინია ზვიად ამაზე. ნუ რა ვქნა, პერიოდი მაქვს ახლა რომ მარტო ვარ და ვამბობ რომ კარგად ვარ. პერიოდი გაქვს რომ მარტო ხარ, შესაძლოა გაქვს რეაბილიტაციის, დასვენების, კითხვებზე პასუხის გაცემის პერიოდი, ეგ სხვა ამბავია. ხო და მაგას ვამბობდა. ძიმე მაგრამ და კიდე ერთ რამეს ვამბობ. თუ ამაზე კარგად არ ვიქნები ვიღაცასთან ერთად მარტო ყოფნა მირჩევნია. აქ მაინდა-მაინც პირადზე არ არის საუბარი, გასულ იქნება. ყველაფერზეა საუბარი, ესე დამცინია. სამეგობროში ახდენს, სოციუმში ახდენს, კარიერაში ახდენს და ასე შემდეგ. არა, ეს დამცინის, ეს სუდამცინის ამაზე. ზაზა, იცი როგორი უცნაური კომპლექსი მაქვს აღიარებული და აი ჩემი ვცდილობ რომ მოვქექო ამის მიზეზები და რაღაცას მივაგენი, არ ვიცი სწორი თუ არა. სულ ხასიათზე ყოფნის კომპლექსი. ანუ ჩემი პირდაპირ დანიშნულება მგონია რომ სულ უნდა ვიყო კარგ ხასიათზე და რომ მეკითხებიან რომ ნანო მოწყენილი ხარ გითრგუნები. არა, რა საბობ რაღაცაზე ჩავფიქრდი. პირდაპირ ჩემი მოვალეობა მგონია რომ სულ ვიყო კარგ ხასიათზე და ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს ვიყო ცუდ ხასიათზე და ადამიანებმა ეს შეამჩნიონ და რაღაცა რომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე ძალიან უშნო ვიყავი ბავშვობის რაღაცა პერიოდი. ანუ ჩემს თავს ესე აღვიქვამდი, რომ ძალიან უშნო ადამიანი ვიყავი, მაშინ როცა აი ურთიერთობებს აყალიბებ გარემოსთან და აი იქიდან ჩემს თავს ვუთხარი, რომ შენ გამომდინარე იქიდან, რომ უშნო ხარ და სხვა ვერაფრით შენი ლამაზი მეგობრები თავს ვერ დაიმკვიდრებ, შენ უნდა იყო კარგ ხასიათზე ყველას განწყობა. ხო, აი სწორად მივაგენი თუ არა, არ ვიცი, აი ამას მივაგენი და აი ისეთი კომპლექსი მაქვს ცუდ ხასიათზე ყოფნის, რომ მართლა მირჩევნია, რომ სადღაც ჩავიკეტო და იქ გამოვიცუდ ხასიათო, ვიდრე ვიღაცასთან ვიღაცა ინტროვერტი ხარ უბრალოდ და მარტო გირჩევნია ყოფნა. აი ეს რაღაცა მაქვს აღიარებული კომპლექსი, რაც ზუსტად ვიცი და რაც არის. ხო, რაც პირდაპირ ჩემს ფუნქციას იმაშია. ესე შეთქვა თქვენ არ გქონიათ ფაცემ. მაგრამ ყველაზე მაგარია მე რო გავეცი პასუხი გაზრს ვაგირა. უყურებ ხო ნახე შეიძლება მოვიდეს თან ნანიკომ ესე იმით რა ქვია პირდაპირ პასუხი გასა მე ნახე საიდან რამდენი ხო მაგრამ ერთი კითხვა აქვს მართალი ხო ვიყავი ცოტა ინტროვერტი ხარ და იმიტომ მარტო შესაძლებელია აჰა შესაძლოა ოღონდ საქმე სხვა რამეშია ჯერ ერთი ამ ადამიანის ხასიათთან გამომდინარე არ მგონია ის ბოლომდე ინტროვერტი იყოს შესაძლოა რაღაცა ესე 50-50, მაგრამ სადაც ეგ ღუზა დაიბადა, რომ თქვენ ღიმილის გარეშე სოციუმი არ მიგიღებთ. ის მონაკვეთი, ეს რო ამოქეკავ ხალხო, ეს არაფერს არ ცვლის. ზოგჯერ
თუ ამაზე სპეციალისტმა არ იმუშავა. ანუ ჩვენ უნდა გავწყვიტოთ იმ კონკრეტულ წარსულ ნეგატიურ მოვლენასთან ნეგატიური ემოციური კავშირი. გავაანალიზოთ თქვენ ამას. ანუ უბრალოდ ხო დაიტოვა ეს პრიმიტიულმა ნაწილმა. პრიმიტიული ნაწილში, ტვინის პრიმიტიულ ნაწილში მისი ადგილი არ არის. სანამ ის იქ იქნება, მანამდე სულ მცდარ სიგნალებს გამოგიგზავნის და დაგტანჯავს. ამიტომ ამას ხელმდა მოვკიდოთ და სადაც მისი ადგილია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, იქ უნდა გადავიტანოთ. ოღონდ ნუ ამას ჩვენ ვაკეთებთ. ადამიანები როგორც წესი, აი ესეთი ტიპის მასთან ერთ-ერთში როგორც წესი მარცხდებიან ხოლმე რა. თუ დაუშვათ რაიმე სხვა მოვლენა არ იქნა მის გარშემო განვითარებული. კომპლექსი არის ერთი არის რომ გაცნობიერებული მაქვს წარსული ტკივილი და იქიდან გაკვეთილი უნდა ამეღო ან ავიღე, მაგრამ მაინც მადარდებს. ეს შედარებით სუბუქია, ამის მოხსნა ჩვენთვის იოლია. მეორე არის რომ მახსოვს და ვიცი ვერსია მაქვს ყოველ შემთხვევაში ზუსტად საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და ოღონდ არანაირი პოზიტივი და გაკვეთილი იქიდან არ ამიღია, პროსტატ ტკივილია. მაგრამ ვიცი. ნუ ამასაც არ აუშავს ამის მოხსნაც წინაზე უფრო რთულია, მაგრამ მაინც იოლია და მესამე ვარიანტი არის რომ რაღაცა მაწუხებს და გარტყმაში არა ვარ რა და შენ ყოფილა შეგზნება არის. ხო, ყოფილა მომენტი 3-4 სეანსი მიძებნია აი ამ ტიპის კონკრეტული რაღაცები, მაგრამ როგორც კი მიგვიგნია თავი მიგნება. მე მართლა მისასვლელი ვარ. მე მისული ხარ უკვე კაცო რა. მაგრამ რატო იცი რა შეიძლება ჩემ მაგალითი მოგიყვას. ბავშვობიდან ვიყავი ძალიან ჩუმი, უკონფლიქტო, რაღაც თოჯინას ვგავდი, იმიტომ რომ თუ დამაყენებდნენ ვიდექი, დამსვავდნენ ვიჯექი. პრეტენზია არ მქონდა არაფერს და სულ ჩუმად ვიყავი. სადღაც 7-8 წლამდე მე ნელ-ნელა დავიწყე ლაპარაკი და საბოლოოდ მე ვთვლი რომ ტელევიზია კიდე კაი ტელევიზიაში მუშაობ და აქ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ერთადერთი საშუალებაა ჩემთვის რომ დავიცალო, ეს არის კამერა. სხვა შემთხვევაში რას ვიზამდი არ ვიცი და ყოველდღიურად მე მიწევს გადაბიჯება რო ვარ მორცხვი ადამიანი, მე არ შემიძლია ამას ვაკეთებ დღემდე. ცხადია ეს უკვე რუტინულია და აღარ ვფიქრობ, მაგრამ მე ეს ჩემი კომპლექსი ასე დავძლიე. ანუ ეს გაცნობიერებული იყო. ყოველ ჯერზე ბრძოლა თუ გიწევს. აღარ მიწევს უკვე, მაგრამ რაღაცა წლები მიწევდა ყოველდღე ბრძოლა. ხო, ესე იგი მე ეჩვია დამუშავდა და გადავიდა, მაგრამ რა იყო? გადავიდა უკვე რუტინაში. ემოციურად აღარ მეხება, მაგრამ იყო პერიოდი, რომ აი ამაზე ვღელავდი და ყოველდღე თავად ვცდილობდი, რომ იმის იქით გამეკეთებინა ვიდრე შემეძლო. ეს ალბათ ფსიქიკაზეც არის, ხო? კი, ფსიქიკაზეც არის. თავისით, აი, როდესაც ბევრჯერ აკეთებ, თავისით სხვათა შორის ხა ზღვის, როდესაც გეშინია. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, არსებობს ესეთი რეკომენდაციები, რომელსაც მე არავითარ შემთხვევაში ხარს არ ვუჭერ. რომ ზღვის, როდესაც გეშინია, ოდესღაც იხჩობოდი, გაგიყვანონ შუა ზღვაში, მაგრამ გადაგაგდო და გადაგაგდო. ეს სადიზმია რა. შოკოთერაპია. შენ გული გაგისწრებს. მხოლოდ 2% შველის. დანარჩენი 98 ან იხჩობა, ან გიждდება. წარმოგიდგენი. ვიხდი და შენ როგორც წესი 2%-ში გადიხარ ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ან? ხო. შესაძლოა? თუმცა ან შეიძლება გიჟივა რომ კარი ვარ. შეიძლება უბრალოდ ნახე, შეიძლება ბავშვობაში, მე არ ვიცი ხა ვიგონებ, უბრალოდ ვამბობ. შეიძლება ბავშვობაში ეზოში კონცერტი ქონდა და იქ რაღაცა სიმღერა შეგეშალა და მეზობლებმა დაგცინეს და ამის გამო აი ეს ლაპარაკის კომპლექსი აიკიდე და ეს ჩარჩა დაუშვათ შენ თავის ტვინის თავდაცვით უბანში, მაგრამ აქ რამოდენიმე გზის ტელევიზიაში წარმატებულად გამოსვლის შემდგომ მიხვდა და დაამუშავა შენმა ტვინმა, რომ ეს აღარ ცუდად აღარ არის ეს ყველაფერი და გადაიტანა ის ინფორმაცია მარცხენა ნახევარსფეროში. ხო, მაგრამ ძალიან მაგარი და უნიკალური. ჯერ კიდე არ ვიცით როგორ მუშაობს, ჯერ კიდე არ ვიცი. კი, დღეს დილას უსმენდი სხვათა შორის ერთ მეცნიერს, რომელიც ამბობდა, რომ მე არა ვარ ტვინი, ანუ მე არა ვარ ჩემი ფიქრები და თუ კი ვისწავლით ჩვენი ტვინის მართვა, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნება. მუსიკას მოусმინე ჯობია მუსიკას მაინტერესებს აი მაგ თემაზე, ტვინის მართვის თემაზე და ჩვენ როგორ ვმართოთ ტვინი და არა ტვინმა გვმართოს ჩვენ, აი მაგ თემაზე ეს ცალკე გავაკეთოთ. მოდი გავაკეთოთ ეს ეს არის უნიკალური. იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ეს თემა. მადლობა. იმიტომ რომ ნახე ვიღაცა ჩვენ რო რაღაცებს ვაკეთებთ. თუნდაც ისულელებს. ვიღაცა ხო კარნახობს ამას. და ეს ვიღაცა ვინ არის? გავაკეთოთ რა ერთი თემა. ეს ვიღაცა ერთად ვიპოვოთ. ეს ვიღაცა შენ რო იქნები და ტვინს რო უკარ, ანუ შენი ტვინი რო შენი მსახური იქნება, გაცილებით ძლიერი ხარ მაგ დროს, ვიდრე მაშინ, როდესაც
ტვინი გმართავს შენ ოღონდ არაცნობიერიდან გამომდინარე. მოკლედ ზაზა ქოიავამ დადო პირობა ჩვენთან რომ ცოტა ხანში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ თემაზე. მე არ ვარ ჩემი ტვინი და მე არ ვარ ჩემი ფიქრები. როგორ ვისწავლოთ ჩვენი ტვინის და ფიქრების მართვა? ეს ალბათ რას დამწინი ბიჭო? ცხოვრება თემა რო გლიჯო. კი, იმიტომ რომ საინტერესო თემაა. გადაცემის შემდეგ ნაწილში კი ზაზა ბოლო ვისაუბრებთ ხასიათზე. მე ვიცი რომ ჩემი ხასიათიც მე არა ვარ, ეს არის ჩემი ჰორმონალური სტატუსი და ხშირად ნერვული დაბოლოება. მოკლედ ხასიათი იქნება ჩვენი გადაცემის შემდეგი თემა დაგვალოთ. მადლობა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ნახეთ რაღაცა შუაში ვზივარ და აქეთკენ ჩემი დიმიტრი მიზის. აქეთ იქით ყვავილები შუაში რაღაცა როგორ არის ეგ თაიგული შუაში კი მაიმუნი. შუაში კი თაიგული. არა, პირიქით. პირიქით არის, ნანუ ყველაფერი საშენოთ მოწყობა რო იცი, ეგ რა ხასიათის ნიშანია. მეგობრებო, ხასიათზე უნდა ვისაუბროთ და მე მგონი დიდი წარდგენა აღარ ჭირდება ცემას, სამივემ გამოვავლინეთ ჩვენთვის დამახასიათებელი ნანუ იუმორი. ძიმა მაგ. მე არაფერი აქვს. არა, კი შე რაღაცა მითხარი მაინც. იუმორი მოაგდე რაღაცა. იაზვე მარტივად რო თქვა. რა თემაზე? ლექსი თქვა, ლექსი. ნუ რა ვიცი, რაღაცა გინდა ხოლმე რომ ისეთი თქვა რომ ეგ არის ჩემი იუმორი ეგეთია. იუმორი. მკბენარა იუმორი. მკბენარა იუმორი. მოკლედ მეგობრებო, ხასიათი რომელიც წინა ბლოკის დასასრულს ჩვენ სტუმარს ზაზაკოიას უთხარი რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი ხასიათი დამოკიდებულია ჩვენს ჰორმონალურ ბალანსზე და ჩვენს ნერვულ დაბოლოებაზე. ვინ როგორ აღვიქვავთ რაღაცებს და ვინ როგორ ვიცავთ ცალს. სამი განსხვავებული ხასიათის ადამიანს ხედავთ. დიდად. არა? დიდად არ ამგონია. მე ვარ ძალიან ხის. ჩემი თავარი ხო. მთელი ცხოვრება როგორც ვარ, კიდე ის 90 რაც გავიხსნა, ყველაფერი იუმორით მოვდივარ სულ. და ეს არის ერთადერთი ალბათ ის რა ქვია. რა თქმა უნდა, ხა ძიმე სიტუაციებში განვისვი და ყველაფერი შევნა, მაგრამ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, მაგ კუთხით თუ შენ პოზიტიური ტიპი ხარ, შენ თავთან უნდა იყო პირველ რიგში კაცო, ეხა იქ გარეთ რას ფიქრობენ და მაგაზე იყო ხო ბატონმა საზაზვიადმა ისაუბრა. საზაზვიადმა. ხო და ისაუბრა მაგაზე, მაგრამ ეს კი არის ეს თემა, რომ აი ვინმე რამე არ თქვას რაღაცა, მაგრამ ეგ მე დიდი ხანია გავიარე არა, ნახე ხშირ შემთხვევაში. იუმორი არის ყველაზე კაი და უნდა იყოს კეთილი. დამთავრდა, მეტი არაფერი. ძალიან გიშველის ეგორი რაღაცა. კი, და ადამიანები უნდა გიყვარდეს ზოგადად რა, ეგ არის. არა, დიმა ხანდახან არის ისეთი ფორს-მაჟორული სიტუაცია, აფექტური მდგომარეობა, თუნდაც რაღაცა ისეთი მოერიო. ცხადია, მე მაგითკენ ვარ, რომ უნდა ყველა ადამიანი ყველაფერს უნდა მოვერიოთ, მაგრამ ხანდახან გამოვხატავთ ისე, რომ არ მოსწონს ეს ჩვენს გარემოცვას. ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, მე მაგალითად ხშირად ისე მიყვირია და ისე მიჩხუბია, რომ მე შემწხვენია ჩემი თავის, შემწხვენია გარშემო მყოფების და მე ბოდიში მომიხდია. ეს არის ჩემი დამახასიათებელი რამ, რომ მე ყისიერად ფეთქებადი ხარ. ფეთქებადი ვარ, ხო, მაგრამ ეს არ მარტო ცუდი, არამედ ბევრი კარგი აქვს ამას. შენი ხასიათი მეგრული დიპლომატია. ხო, ჩემი ხასიათი მეგრული დიპლომატია. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის დიდი მუშაობის შედეგი. მეც მთელი ჩემი ცხოვრება რაც თავი მახსოვს, მუდმივად ვარ კარგი ხასიათის ნანუკა, რომელი ნანუკა, რომელსაც აქვს კარგი ხასიათი, რომელი ნანუკა, რომელიც ყველას ახალისებს. ცუდი გაზრახვები არ გაქვს შიგნით, რაღაცა არ გაღიზიანებს? როგორ არა, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცაები, ხა მე დავიწყე ამ თემაზე საუბარი, რომ მუდმივად, აი მივდივარ დაბადების დღეზე, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც არის ჩემთვის დაუშვათ უცნობი 20 ადამიანი, ნაცნობი 20, ან საერთოდ ყველა უცნობი. ეგეთები კიდე ხდება, კაცო. ანუ ამას გეუბნები, რომ ხვარს მოვხვდები სოციუმში, სადაც სხვისი დაბადების დღეა, სხვისი დაგეგმილია, სხვისი დღესასწაულია. ანუ პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე არის სხვაზე. ყველა ადამიანს, ანუ საერთოდ ვერ წარმოგიდგენიათ, პირდაპირ ჩემი დანიშნულება მგონია, რომ ეს დღე უნდა შედგეს, ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს, ყველა კარგად უნდა იქეიფოს, ყველა კარგად უნდა გაერთოს, ეს არის პირდაპირ ჩემი მოვალეობა, ამას ვივალებ. და ნანუკა, ამ დროს შეიძლება შენ გაღიზიანებდეს მუსიკა, გაღიზიანებდეს სუნი შემწვარი კარტოფილის, გაღიზიანებდეს ადამიანები, რომლებიც ყველა გიცინის და ამას ყველაფერს ღიმილით ატარე. ფიქრობ თუ რას განვიცდი, არ ვიცი, პირდაპირ ჩემი მოვალეობაა, რომ იქ თუ აი ცოტა ღუში არის, ან რაღაც ისეთი სიტუაცია ცოტა ხო ხვდებით რაღაცა არეულობა ერთმანეთში ვერ და პირდაპირ აი საქმეში ვერთობ რომ აბა მოვედი ხო ზაზასთან მეყარვარ მისასვლელი შეხარ ტერმინი უხასიათო რას ისნა შეგიძლიათ ამიხსნათ ხო მე აბა მიდი მეც აუხსენ თუ გინდა მე აუხსნი რა არის უხასიათოა რო იზანია აი ხუდი ამინდი დაახლოებით იგივეა
რა არის ცუდი ადამიანი უხასიათოა რომელიც ადამიანი ჩემთვის მაგალითად ხა ესა მუდმივად უკმაყოფილოა არანაირი წვრილმანი და მსხვილმანი ბედნიერების შეგრძნება არ აქვს ემოციებს არ გამოხატავს სასიხარულოს მუდმივად სუცუდად არის სუცულგანწყობაზეა და შენც მუდმივად გეუბნება რომ ნეტა შენ რა გახარებს და რა გაცინებს და სულ უნდა რომ შენც რაღაცნაირად მის ნეგატივში ჩაგითრიოს და მისი ხასიათზე მოყვანა და დაკმაყოფილება არის მთელი დიდი ბოიარდის და ვინ დაგაბარა დაგავალა ვინ აქ კიდე ეს პასუხისგებლობა რომ ვიღაცის ახასიათზე ან იზრუნო იმ რაღაც დაგეგმილ თავყრილობაზე რომელიც არ გეხება არ ვიცი და იტანჯები თუ ქსიამოვნებს ამ კლოუნის როლის მორგება მეც კლოუნი ვარ ანუ შეურაცხყოფილი იცი დღევანდელ სიტუაციაში ეპოქაში რთული ყველაზე რთული რა არის ჩემთვის რა აი ერთმანეთის ზიზღი და აუტანლობა ეს არის ყველაზე ეს ხასიათის ნაწილია არა ეგ მოქმედებს კაცო ხასიათზე ხასიათის ნაწილი კი არ არის ეს მოქმედებს და ამას დროს შენ წიდება შენი თავი რომ იყო ის რაც ხარ და ძალიან რთული არის იმიტომ რომ ადამიანს ერთმანეთი ეზღება და მიზეზებს და მხარეებს და რაღაცებს არ ვეხები ახლა რა ეგ მგონია რომ არ არის ხასიათი ისე თავისუფლად შეიძლება რომ ადამიანის შეურაცხყოფა მიაყენოს რომელი გინდა იქეთ იყავი გინდა აქეთ გინდა შუაში გინდა თავში იყავი ტრენდი კი არ არის ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა კაცო მე რატო არ მინდება რომ ვინმეს მივაყენო შეურაცხყოფა ეგ მაინტერესებს ტრენდში არ ახარ და იმიტომ და გულწრფელი ხარ ეხა ნახე მე და ნანუკა როგორ ვიარებ პირობითად მე და ნანუკა ერთნაირად გაგულანძღა ვიღაცამ პირობითად მერმედ ერთნაირად მე ავდგები და პირდაპირ ვეტყვი რომ მე არ ვარ გასალანძღი და ჩემს სიმართლეს ჩამოვარაგრაგებ ნანუკა მეგრული დიპლომატიით მოაგვარებს ისე რომ კონფლიქტამდე არ მივა ვეტყვი რომ ეს არის ხასიათი შენ როგორი კარგი ადამიანი ხარ მე როგორ მიყვარ ხარ ეს არის ხასიათი ხო ძალიან ვეცდები რომ რაც შეიძლება დადებითად და რაც შეიძლება რთული გზის გავლით და ჩემს ემოციების შეკავებით და ჩემი მართლასაპასუხო ემოციების მოთოკვით ვეცდები რომ სხვანაირად ხო როგორ შენ ამბობ ისე დავალაგო ასე ვთქვა და არტები რაღაცა არა გიფუჭებს ხასიათს ანუ ცუდ ხასიათზე გაყენებს ეს თემა მაგაზე მაგარი უნდა იყო რომ ეგ არ დაგემართოს რომ შენ ცუდ ხასიათზე არ უნდა დადგე მიდი დავიდა ამი ორი გვაქვს ჩვენს რეაქციაზე მე ბრაზდები ეგ ხარი ხასიათი გიფუჭდება და შენ იუმორით ატარებ ყველაფერს ხასიათი გიფუჭდება რითი აი მე რას გარემოთი რაც არის რომ აი შეაგინებენ ერთმანეთს რას ნიშნავს გეკითხები კაცო გიფუჭდება როგორ ახლა გააჩნია რა როგორ შეიძლება არ გიფუჭდებოდეს მიფუჭდება მაგრამ იმის იქით ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას რომ სხვა დავაზარალო ჩემი რაღაცა ემოციებით ამის მართვა ვიცი მე შეიძლება შენ იქამდე გეჩხუბო ვიდრე ჩემს თავს უფლებას მისცემ მე არასდროს არ გადავალ საზღვარს არ მოგაყენე პიროვნულ შეურაცხყოფას თუ რაღაც არ მომწონ შენში შეიძლება გითხრა რომ დღეს იყავი ნუ რა ვიცი რაღაცა ცუდი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პირობითად ეს არის ჩემი ხასიათი მე ვერ გაგიტარებ არ შემილია ნანუკა გაგიტარებ აი მაგალითად იცი სულ რა მახსენდება კი ბატონო შენზე მახსენდება მე კიდე რადიო იმედში მუშაობდი პარალელურად და რაღაც ერთ დღეს მივხვდი რომ აი ეს დღეში ერთ დღე იწვია ჩემთვის ტანჯვასთან ასოცირდება იმიტომ რომ ესაცობი და მოკლედ ჩემმა მატერიალურმა კეთილდღეობამ თუ რაღაცამ მათქმევინა უარი რადიოზე რომელიც მე ძალიან მიყვარს და იმ წუთასვე აიყვანეს დანუკა და მე რაღაცნაირად ადამიანურად აი გულით მივედი და უთხარი რომ გეხვეწები ისე ქენი რომ შენი პირობები იყოს უკეთესი ვიდრე იყო ჩემი და ნანუკა მითხრა უი არ ვიცოდა თურმე ხელი ქონდა უკვე მოწერილი კონტრაქტზე და არ ეს არის მეგრული მოქცევა ჯერითი საიდან მოიგონა არანაირი კონტრაქტი არა მაგით დღემდე ანუ უკვე დახიფებული იყავი მაგას გეუბნები ეს არის მეგრული არ მატკინე გული ანუ ბოლომდე ჩემი ზრუნვა შენს კონკრეტულად არ შემიძლია არ გამოსცენო მაგრამ არ გლანძღავდა ძალიან ჩემს ხასიათს ეგ არის შენი ხასიათი შენ რო ჩემთვის იგივე გეთქვა რომ გეხვეწები სანამ დათანხმდები დაფიქრდი და პირობები შეცვალე რომ დამშვიდი მე უკვე ნათქვამია მე ამას გეტყოდი და მე ვთვლი რომ მე უფრო გულწრფელი ვარ ახლა ამ შემთხვევაში ვიდრე შენ იცი რა არის შენ უფრო მაშინ მე ესე გეტყვი რომ შენ უფრო იცლები და არ გაინტერესებს ჩემი განწყობა ვიდრე მე მაშინ მე ასე ვხედავ ოკეი ვილაპარაკოთ ეხლა ნახე რა შენ იქნები მე ჩვენი საჯი ვერ ხვდები რა იცვლება ეხა ადამიანის აი ამ შემთხვევაში რა შეიცვლებოდა შენ ჩემთვის რო გეთქვა რომ აუ ნანუკა მე უკვე დავთანხმდი და ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის თუ მე შენ რომ ნიშნულობა მოგანიჭე
მოვაჭრე და კი დავფიქრდები ნანუ აბა ანუ მე შენი გაწეული რჩება ხო მე შენ უფრო მნიშვნელოვად მიგიჩნია ამ შემთხვევაში ვიდრე ჩემი თავი და ჩემი შენ მე მომატყუე იმიტომ რომ მე მეორე დღეს გავიგე რომ შენ უკვე თანხმობა ქონდა მიცემული და მე გავოგდი იმიტომ რომ მე იმწუთას ნახე ითანაგზნე შევედი შენს მდგომარეობაში რატო უთხარი საერთოდ თავი და რატო მიხედი მივიდა ნუ შევხვდა აქ საგრიმეორში და მე ახალი წამოსული ვარ და ეს მივიდა და მე შევთავაზე რომ უკეთესი პირობები მოითხოვე და მოგეცემა და ამამითხრა უი არ ვიციო და მე ვიღებ რომ თურმე ამას უკვე იქ ყველაფერი მოგვარებული აქვს და რატომ მომატყუე ვერ მივხვდი რა საჭირო იყო მეგრული საჭირო აინახე ესეც არის შენი რთული ხასიათის ფანტაზია რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრებო ანუ მე ერთი დღე მივედი უბრალოდ გავიგე რა პირობებია და მეორე დღე საერთოდ ჩემი თანხმობის garaშე მივედი იმისთვის რომ არ გეწყინოს კი არ ვჩუბობ არა ესეც შენი რთული ხასიათიდან გამომდინარე ისტორია რომელიც ჩემთვის არავის არ მოუყოლია რომ ეგრეა და გამოიგონე უცებ რომ ეგრეა რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ამ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ გეტყვი ხა რამებრულად გამომიყვანა მაგრამ ზოგადად ჩემი ხასიათი გავს რასაც შენაბობ ჩემი ხასიათი გავს მე ძალიან დიდხანს ვცდილობდა ვფიქრობ როგორ უნდა მიუდგე ადამიანს და როგორ უნდა უპასუხო თუნდაც ისე რომ ხშირ შემთხვევაში მithქვამს ტყუილი ხა ამ იმასთან არანაირი კავშირი არ არის იმიტომ რომ შენ ვაფშე არასწორად ამბობ ამ ისტორიას რაც იყო მაგრამ ანუ ესე რატო ავარდი თუ არ მაგრამ ნახე, მაგრამ ძალიან ხშირად მithქვამს ტყუილი, ძალიან ხშირად და რა შემთხვევაში? ხო და მე მირჩევნია რომ ტყუილი არ თქვა ხო? აი რა შემთხვევაში? აი შენი მეგობარი ძიმა არის აი მაგარი საზისგარი კაცი, იმ დღეს ამას რაღაცას ამბობდა. მე არანაირად არ შემიძლია რომ დაუშვათ თქვა რომ უი მაგას ამბობდა არ ვიცოდი. მე აუცილებლად გამოვიგონებ რომ იმ დღეს მეც იქ ვიყავი, რომ ეს იმას ასე არ უთქვამს, რომ ეს თქვა კი არა, ესე იგულისხმან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემზე თუ ჩემს ადამიანზე სწორი და დადებითი. კაი, ნანუ ახლა უკან გაბრუნებ. ორი სხვადასხვა მაგალითი მოიყვანე. ერთი როდესაც ჩემ მეგობარს ვიღაცა ლანძღავს, ხმალს კი არა კისერს გამოუჭა. ფაქტს ამბობს, რომ დიმა მუხეშად მომართა. მეც გავჩნდები იქ და კი, მაგრამ მე გეუბნები, მე და შესურთიერ, მე არ მოვიტყუები. მე ვიტყვი რომ მე ნამდვილად ძიმავ გიждები, ჩემი აკიმია. შენაირი ხასიათი დედას გეფიცებით ჩემთვის სანთლით საძებნია. შენი აკიმობა ჩემთვის არის მისაბაძი. ეს არა, იმიტომ რომ მე ვერ მოგატყუებ. მე მართა გეუბნები, მე მინდა მართალი გითხრა და ვიყო მშვიდად. მესმის, ჩემთვის და მე ვიფიქრო რომ ხვალ შორის ჩემთვისაც დიმა სულის ფორმალია ვიდრე შენ კაცო ეგ რა პრობლემაა. სხვაგან ეს გეუბნები. შენ იმაზე არ იფიქრე რომ მე რო ხვალ გავიგებ რომ შენ უკვე თანხმობა ნათქვამი ქონდა და მე ეს ყველაფერი მომატყუე, იმიტომ რომ თავი მეგძრო. კარგად? ოღონდ არ მქონდა თანხმობა საიდან მოიგონე ეს? რა ვიცი. შენ მე მითხარი მერე. ვიღაცამ უთხრა შენზე. არა, ნანუ, აი ეგ საიდან მოიტანე? აი, ეს თემა ჩემთვის არ არის არც საწყენი, არც გაბრაზებული. მე უბრალოდ ხასიათისთვის მოვიყვანე მაგალითად. ხო, ეგეც შენ მოიგონე რომ მე თანხმობა გიხარი და აი, იმედის ეთერში, რადიო იმედზე ლაპარაკია. ხო, არ უნდა გაართულო ეგრე მდგომარეობა. ნახე. გოგო, ვართულებ? კი, იმიტომ რომ შენი გონები იმას რომ თანხმობა მქონდა ნათქვამი, რაც ეგრე არ ყოფილა. გოგო, დავამთავროთ შენ ეს ზარბო. თქვენ რამე თუ გაგიჭირდათ, მე აქ ავარ ისე რომ. აი, არ გვინდა ძიმა გუშველე. მე ვარ ძალიან სამართლიანი ადამიანი. ის რომ მე კეთილგანწყობილად ვაქცევ ჩემს მიმართ ადამიანებს და ვექცევი ისე, როგორც მე მინდა რომ მომექცნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შეიძლება რაღაცა არასწორიან, ტყუილი ან რაღაცით გავიდე. რატო განაცხენდი ესე ჩემი ნათქვამით? ამიტომ მინდა რომ ეს გითხრა. არა, მე უბრალოდ გონია რომ აქ ხა მაგის განხილვისება რაღაცა ისეთია რა. რაღაც თემას ხასიათია ბიჭო, გამოვავლინეთ ხასიათები და უფარავად. კი, ხასიათია ეს ყველაფერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა ხასიათი. არის მთავარი ის რა ქვია. მე გეუბნები თქვენ რომ ჩემთვის არის პოზიტივი ყველაზე მთავარი ამ ცხოვრებაში. რომ მე ის ვარ, რაცაც მე ახლა აქ ვხედავს მაყურებელი და 35 წელი რაცაც ვხედავს ტელევიზორში, იგივე ვარ მე გარეთ. მეც. ერთი ორი შემთხვევა ყოფილა რომ შეიძლება რაღაც იყალბე შემპარვია და ისინიც მახსოვს და სიტუაციიდან გამომდინარე იყო, ეგ იყო ძველ წლებში ვიზახი ძალიან და ისევ ჩემ პროფესიას უკავშირდებოდა. მე როცა თავაზობდნენ და მეუბნეოდნენ რუსთავიორშიც და აქაც რომ უნდა დაждდე აი ამ ფორმატის გადაცემაში, ერთადერთი ჩემი პირობა იყო ის რომ იყავი რაც ხარ და კი ვარ და იქ გამომაგდეს ხუჩაბაკისებიდან მაგდებდნენ იმიტომ რომ სამშობია რომ სტრიები და რაღაცებს ლაპარაკობდა და იუმორის გარდა შემე ამას ვერ ლაპარაკობდა ეს და კიდე სხვების ვერ გავდიოდი იუმორის გარეშე ანუ იყავი ის რაც ხარ ამას მაყურებელი იქნება ეს თუ ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ნამდვილად დაინახავს რა არანაირი ის არ არის და
ის რა ის მომენტი თვითონ რომ ჩემზე ძალიან ბევრი რაღაცა ცუდად აუმისთან ახევარი ოჯახი კაცო იქ ახალგაზრდა დაწყებული მშობლები და იმეები დამთავრებული რა თქმა უნდა დეპრესია ეხა ის მომენტი მაგრამ ერთი წამიღებო რაღაც დრო დამჭირდა რომ ეს გადამეტარა ჩემთვის მარტო არავის თავს არ მომიხვევია და ეხაც ვიცი რომ ეხა მანქანით რო დავდივარ ჩემი ქუსლი გვერდზე მიზის გეუბნები ეხა კიდე მაგრამ არასოდეს ღერთი ჯული არასოდეს არ დამეტყობა მე არ ჩემთან ურთიერთობაში არც იმ ჯგუფში რო წე რაღაც სისულელებს რო ჩაიძაბება და მე რაღაცა წერდა. არა, TikTok-ის კი არა ვარ, TikTok-ის ბაყურებელი ვარ და ჩვენ ჯგუფში ვიძახი. ანუ უნდა იყო შენ ის რაც შენ თავთან როცა ხარ მართალი და შენ თავს რო პატივისცემ და შენ თავთან მართალი და ყალბიანი. მეც მაწუხებს რაღაცა ბევრი ის ამაკ, მაგრამ ყოველთვის პოულობ არგუმენტს ჩემ თავთან რომ მე რასაც ვაკეთებ, ეს იდეაში მიმაჩნია არის სწორი გამოდის. იმიტომ რომ გარეთ არ რეაქციებიდან გზნო ხალხის დამოკიდებულებიდან იქ ბავშვები იქ რაღაცები მე გადართვა შეგიძლია კაცო ბევრ რაღაცაზე არ არის აუცილებელია სოციალურ ქსელში იხმალაო კაცო არ არის აუცილებელი რა ეხლა მე რომ გადამიარეს თავზე ბუდუს ამბავზე ერთადერთი რაც გავაკეთე ერთი პატარა ვიდეო ჩავწერე და 1000%-იანი მართალ ვიყავი დავანებე თავი და ჩემ გარშემო ხალხი უფრო ნერვიულობდა ხო და როცა მართალი ხარ მარტივი და ხარ მართავი და იყავი მე ვიცოდი რომ ხვალ ეს სიმართლე გაირკვევოდა იმიტომ რომ ბუდუ არის ჯიგარი და კაი ბიჭი და სიმართლე სიტყვა და ვიცოდი ეს რომ გაირკვევდა კი ერთი დღენახევარი გადავიტანე ვიცი რომ რეებს წერდე რა გენახა თან ნიკებით დენზელ ვაშინგტონი და რაღაცა ტიპები იჩნდებოდა რაღაც გავიგე 1000%-იანი როცა იცი რომ მართალი ხარ დამთავრებული თემა ეს არის ხო და მე მიყვარს როცა მართალი ვარ შენ თავთან ბიჭო გიყვარს კი არა უნდა იყო კაცო რა თქმა უნდა მე არ შემილია დიპლომატიური მიყვარს ხარ მართალი რან ხარ მე არ შემილია სიმართლესა შენ რო არ შეგიძლია ეს თვალხილულია ნანუ ამას ძალიან დიდი შეძლება არ უბრალდები შენ რაღაცა მაგალითს ამბობ თითქოს ჩირაღდან იხარ სიმართლე ვიღაცას ვისაც დიპლომატიური მეგრელობა ცოტა ისად ხო და არა სუდიც მithქვამს პირში მაგრამ მე თვითონ აი ნახე კიდე ერთ სიტყვი რა ჩემ მაგალითს აქ მოკლედ ერთ-ერთი გადაცემის კასტინგი იყო და მე და ჩემ ბევრი მეგობრები დავრჩით უსამსახუროდ იმ დროს მე რატომღაც პირველს დამირეკეს კასტინგზე და მე არ ვიცოდი ჩემი მეგობრები თუ მოხვდებოდნენ კვლავ ჩემთან ერთად კასტინგზე რა თქმა უნდა პირველი რაც თქვენი მე დაურეკე ჩემს მეგობარს რომელიც ძალიან მიყვარდა და უთხარი რომ სახელს არ ვიტყვი აი რა ვქნა მოხდა ასე და მე კასტინგზე დამიბარეს მეთქი ეს არა იმიტომ რომ თქვა ან შეზე უკეთესი ვარ შეიძლება იქ რაღაცა ჩემი მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მე გული მეტკინა რომ მარტო მე დამიბარეს არა მეგობრები უთხარი გადის ორი დღე და დილით მოდის ის ადამიანი ვისაც მე დაურეკე და აქ რა გინდა მეთქი და რა ვიცი უბრალოდ აღარ გითხარია რომ თავი არ გეგზონ სუდათო ეს ჩემთვის არის ტყუილი და მე არ შემიძლია ეს რა ვქნა მე მირჩევნია სიმართლე მითხრა სუდი იქნება თუ კარგი ვიდრე მამყოფი ილუზიაში რომ ვარ მაგარი ან ვარ კარგი მეგობარი ან არა მე ცუდი ვარ შეგად მე ეხება შეიძლება კაცმა გადასწროს პირდაპირ მინდიხარ შემიძლია ორგანულად ცუდად ხები როცა მატყუებენ ვერ ვიტან იცი რა არის ეგ როცა არ მეუბნები რაღაცას იმიტომ რომ მე გამიფრთხილდა მე ამას როგორც ტყუილს ისე და გაფრთხილება რა თქმა უნდა ძალიან ხშირად გამიკეთებია ეგ რომ არ მithქვამს მე ხო არ ვამბობ რომ არასწორია მე ვამბობ რომ მე მირჩევნია რომ არ გამიფრთხილდნენ და მითხრან მართალი მე ესეთი ვარ ეს თემა გვაქვს იმიტომ რომ თქვა რა ვარ რამდენიმენაერი ტყვილი კი კარგი ცუდი და უწყინა არის და ბოროტი უფრო სწორედ არა საჭიროც ხო ნუ ეხა ისე თემა რაღაცებს უმალავენ ადამიანებს რაც საბოლოო ჯამში სწორია და კარგი გამოდის მაგრამ ესეც ტყილია მაგრამ ეგეც ტყილია და მე მაგრამ უწყინარი არსებობს მეთქი კაცო ეხა რა პრობლემაა ვერ გავიგე კი ბიჭო ყველა ვიტყუები ჩვენ ხა საუბრობთ ჩვენს ხასიათზე და ტყილზე და სიმართლეს ვერ გავიგე რა ხასიათზე ხასიათი გვაკეთებია ზეთრო დავამთავრე არა ეს კი რა იმი ნარიკო და ნანუკა ეს ყველაფერი არის ჩვენი ხასიათი მეგობრებო კარგი ასე ვრიაგირებთ რაღაცებს ერთმანეთს პატივცემს გვიყვარდეს ჩავეხუტოთ მოვეფერო და გუშინ დღეს ერთმა მითხარო შვეიცარიაში რო ცხოვრობო თავაგებულ ქვეყანაშიო ნეიტრალიტეტ საათებით ხილამური შოკოლადი ყველაფერი გაქვს რა აქვს რატო თამაშობო რა გინდაო სადეტენებიო კაი იმიტომ რომ საფით ნოლი რომ მოუგეთ მაგის მერე იყო და მაგრამ ისინი შვეიცარიაში ცხოვრობენ ასე რომ გადაიტანენ როგორმე და თორნიკე გოგებაშვილი გვეყოლება დღეს სტუმრად ჩვენ ამ გუშინდელ თამაშზე კონკრეტულადაც ვისაუბრებთ და ზოგადად ტენდენციები რა ჩვენ კიდევ ერთხელ ხვდებით სოფლიოთაზე ამას წყალი არ გაუღვა იმიტომ რომ ფორმატი შეიცვალა და ისეაც გავდიოდით და ამაზე ვისაუბრებთ და ასევე ძალიან ბევრი ამბები გვაქვს მოსაყოლი გუშინ წინ ჩვენმა სპორტსმენებმა სად რა გააკეთეს იქ ხვიჩა მითამაშა იქ ზურიკო გოლი გაიტანა მეორე ადგილი ავიღეთ საქართველოს საფეხბურთო
მესამე медаლი აიღო გუბანოვამ გუბანოვამ საქართველოს სახელით. და შანსი ჰქონდა ოქროსია და საწყენია და კიდე წილებში ავიღეთ ბრინჯაო ბატონო ჩემო და ასე შემდეგ იქ როგორი გაზრდილი ვარ სპორტში. არა, ფიგურულ სიგურაობას ეხა მართლა ძალიან წინა ვართ რა, ამ თოლო ქვეყანაში სად არის თოლი? მარტო კურორტებში. მოკლედ ჩვენ გემშვიდობებით უკვე შემდეგ შაბათამდე თქვენ კი დარჩით დიმასთან, ცეკვავარსკვლავებიც არ გამოწოვოთ დროებით. ნოდარ მოდი აქა.